მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მაქვს პატივი სტუმრად ყავდეს ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი. ქალბატონო მაია, მოგესალმებით. მოგესალმებით, ჩემთვის საინტერესოა თქვენთან სტუმრობა. ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა და მრავალ საჭირო თემაზე მინდა ვისაუბრო, რაც საქართველოს ეხება. ჩვენი საუბარი ალბათ უფრო საქართველოში და სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას დაეთმობა, თუმცა საგარეო პოლიტიკას გააჩნია როგორ წავა ჩვენი საუბრის თემატიკა, გამომდინარე იქიდან, რაც რეგიონში ხდება და ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაკავშირებით ასე, ისიც შეიძლება განვიხილოთ. თუმცა დავიწყოთ საქართველოთი და პირველი რაც ყველაზე ძალიან არა მარტო მე, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებას აინტერესებს, არის თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის და სახელმწიფო უნივერსიტეტის შერწყვა. ბევრი საუბარი იყო, რომ ქართული ოცნება მართველი გუნდი აპირებდა ასე ვთქვათ, განათლების სისტემის რეფორმირებას. და ეხლა მე რახან უკვე ნელა-ნელა საჯარო პირი ხვდები, ბევრი წერს, რომ თუ ეს იყო ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ, იმიტომ რომ არის უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა გასაკეთებელი. მე სწავლა-განათლების პროგრამას გულისხმობ დაწყე კლასებში, სკოლებში და ასე შემდეგ და ქალბატონო, თან თქვენი პოსტი წავიკითხე, მე აბსოლუტურად ვეთანხმები და ვიზიარებ თქვენ პათოს და აი ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება რომ თქვენ თქვათ, თქვენი ანალიზი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით და გისმენთ. ცით უკვე მეორე დღე არის, დღეს ახლა მე ვუყურებდი ცენტრალურ რასაც მე რომელ არხებსაც მე ვუყურებ, იქ ძალიან ნაკლები იყო ამაზე საუბარი. და ოპოზიციურ იძულებული ხდები ხომ ხანდახან ოპოზიციურ არხებზე გადავრთო, რომელსაც ვერ უძლებ ხომ დიდხანს, მაგრამ რამდენიმე წუთი და სამწუხაროდ იძულებული ვარ რომ რაღაც გავიგო ის რაც ვთქვათ აქ არ არის. და სწორედ ამ მიტინგებთან დაკავშირებით თურმე მიტინგი ყოფილა უნივერსიტეტთან, პოლიტექნიკური ინსტიტუტის წინ და გამოსვლები ყოფილა. მიტინგი არა, მიტინგს უხეშად ვამბობ. ეს ვიმეორებ ახლა სამწუხაროდ იმას რაც თქვეს, მაგრამ ეს იყო გამოსვლა იმ კოლექტივების პროფესორ მასწავლებლების, მე ხა ძალიან ნაკლებად არ ვიცნობ მათ პერსონალურად, მაგრამ ვუსმენდი ეს იყო უკმაყოფილება, რომელიც საკმაოდ დიდი იყო. მნიშვნელოვანი იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის, აღარ გულწრფელად გეტყვით, ჯაბასამუშიას უნივერსიტეტის რექტორის აზრით, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, რომ ჯაბასამუშიას მიმართ გარკვეული, არ ვიცნობ პირადად, მაგრამ გარკვეული განწყობა შემექნა, როდესაც შარშან აი თითქმის ამ დროს ნერვებზე ვიყავით და ლამის სახელმწიფო დაინგრა, ხო? აჯანჯღარებდა უნივერსიტეტი, იყო ერთ-ერთი ფლაგმანი ამისი, რომელიც შეიძლება ილიონი იყო, მაგრამ უნივერსიტეტი ყოველ შემთხვევაში აქვე ჩემს სახთან ხედავდი ამას, რაც ხდებოდა და რაღაცა კოშმარი იყო, იცით? და უნივერსიტეტის რექტორს, რომელსაც არ აქვს იმდენი ავტორიტეტი, ძალას არ ვეტყვი, ავტორიტეტი, რომ მან მისი სტუდენტები რაღაცნაირად იცით, რაღაც გააგებინოს, აუხსნას, რომ ეს ევროპისკენ მივდივარ და ევროპას გვართმევთ, რომ ეს იყო აბსოლუტური თავსმოხვეული იმათვის, ვისაც მართლა სჯეროდა და ვინც დავალებას ასრულებდა და სამსახურში იყო, ახლა იმათთან გასაგებია სხვა საუბარია. თუ ჯაბასამუშიამ ეს ვერ შეძლო, ეს უკვე ჩემთვის იმის მაჩვენებელია, რომ მას არ ქონდა ეს ავტორიტეტი, ხო? ამიტომ მისი აზრი არ არის, მან ვერ მართა ეს ყველაფერი. და პარალელურად რო ვიცი, თქვათ უნივერსიტეტში ამდენი ხანია ადამიანი რექტორია და მან ვერ შეძლო ზედმეტი ფაკულტეტები, რომელიც უნივერსიტეტს არ უნდა კონდეს, ის მოეშორებინა, აქ უკვე გასაგები არის, მე უნივერსიტეტის რექტორი წარმომიდგენია, ჩემთვისაც და ძალიან ბევრი ქართველისთვისაც სიმბოლოებია უნივერსიტეტი, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ეს სიმბოლოა. არა მარტო სასწავლო ინსტიტუტია, არამედ სიმბოლოა. მე მახსოვს ერთხელ რაღაც გარკვეული ის იყო საღამო იყო და გარკვეული ინტელიგენციის გარკვეული წარმომადგენლები იყვნენ და მითხრეს რომ იქნებ გამოხვიდეს სიტყვითო და მეუთხარი არა, მე უნივერსიტეტელი არა ვარ და ჩემთვის ეს იმდენად აღმატებული რამ არის რომ მე აქ სიტყვით არა თქო, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა საჯარო გამოსვლის არასოდეს არ მქონია. ანუ მე ვერ შევბედე სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ მე იქ ვიცოდი რა იმ ტრიბუნასთან ვინ იდგა.
ისინი ჩემთვის აი ბავშვობიდან, იცით, უნივერსიტეტის ბაღში, აი ეს პატარა ბავშვისთვისაც კი ეს ავტორიტეტი, ანუ ეს სიმბოლოა. ეს მთელი მყარი სიმბოლო არის, იცით? და პოლიტექნიკური ინსტიტუტი ძალიან დიდია. ეხლა ძალიან ბევრი ჩემი აზრით ზედმეტი ფაკულტეტი აქვს, რომელიც მას არ უნდა ქონდეს და არ არის საჭირო. სამედიცინო ფაკულტეტები ჩემი აზრით არც ჰუმანიტარების ბუდეს, ანუ ჰუმანიტარების ბუდი არის, მე თუ მკითხავთ, ძირითადად სახელმწიფო უნივერსიტეტი. მიუხედავად ხა ზუსტი მეცნიერებებისა, რა თქმა უნდა. მაგრამ აი აქ სამედიცინო ფაკულტეტი ჩემი აზრით ძალიან ზედმეტია და პოლიტექნიკურში მით უმეტეს კიდევ უფრო ორივეგან ზედმეტია, ჟურნალისტიკა იქ ზედმეტია, ძალიან ბევრი ფაკულტეტი არის, რომელიც ახლა ვიცით ძალიან კარგად, რომ ეს დამატებული იყო, არ უნდა იყოს და აი ამას ველოდით, რომ ეს ყველაფერი შესწორდებოდა. მაგრამ პოლიტექნიკური ინსტიტუტი თავისი უზარმაზარი ისტორიით აქ იყოს ფაკულტეტები, საიდანაც უშვებდნენ სერიოზულ საინჟინრო კადრებს, ხო? და უცებ ეს ყველაფერი სადღაც მიდის, იცით, და იკარგება, ანუ თვითონ სახელიც კი იკარგება. ის ზიბსი, რომელიც ამიერკავკასიის ზაკავკასკი ინსტიტუტ ტექნოლოგიების თუ არ ვიცი ზუსტი ვერ ვთარგმნეს აბრევიატურა. ცით, აი ეს არ უნდა დაიკარგოს, ეს თუნდაც მარტო იმაზე მეტყველებს, რომ ამიერკავკასიაში საინჟინრო კადრების სამჭედლო თბილისში იყო. ანუ ეს თბილისის ცენტრალურ როლს უსვავს ხაზს ჩვენს ისტორიაში, უახლეს ისტორიაში, რომ ამიერკავკასიაში თბილისში იყო სწორედ ეს. როგორც მაგალითად ინსტიტუტ პავივალნიხ მეანების პირველი სასწავლებელი იყო ჟორდანიას ინსტიტუტის ბაზაზე, ფილარმონიის უკან. გინეკოლოგიას ეხებოდა, ხო? გინეკოლოგია ჯერ არა. მხოლოდ სამიანო იყო მხოლოდ. და ისიც როგორც იცით, დიდი ვილიკაი კნიგინია ოლგა ფედოროვნა აი ამან გააკეთა ეს, რომ ამიერკავკასიაში ძალიან ბევრი ქალი იღუპებოდა მშობიარობისას და ამიტომ ეს სასწავლებელი სწორედ მისი საჩუქარი იყო. და ესეც თბილისში იყო. ანუ თბილისის ცენტრალური როლი აი ამ ძველი სასწავლებლებით რუსეთის იმპერიიდან დაწყებული აი ამითი გამოიხატებოდა. ამის დაკარგვა როგორც ჟორდანიას ინსტიტუტი უნდა გაყიდულიყო და კიდე კარგი, აი მეც რაღაცა პატარა ერთი ნამცეცი წვლილი მაქვს მეც იმაში, რომ ის არ გაიყიდა და მთელი ის ამოვიღეთ დოკუმენტები, რომ ჯერთი ძეგლი იყო, მერე რომ ეს ნაჩუქარი იყო და ეს ისტორიული დატვირთვას ატარებდა. ასეთი ძეგლები, ეს უკვე ძეგლია, პოლიტექნიკურიც ასეთივეა. და თუ იქ არის სპეციალობები, რომლებიც იქ არ უნდა იყოს, ეს მეორე საკითხია და ამაში აბსოლუტურად ვიზიარებ ამას, იქ წმინდა ტექნიკური სპეციალობები უნდა იყოს, რომელიც დღეს თუ ჩვენ გვაქვს ის სურვილი და შესაძლოა პერსპექტივაც იყოს და რეალობაც იყოს ის, რომ ჩვენ გავხდეთ სატრანსპორტო ხაბი, ხო, აი ეს შუა კორიდორის რომელიმე ხაზი გავიდეს ჩვენზე. ამ შემთხვევაში, სულ იმას ვამბობ ხოლმე, რომ ხალხო, აი სასწავლებლად რო უშვებთ შვილებს, ფსიქოლოგია კი გადასარევი სპეციალობა, ჩემი ჰობი არის ფსიქოლოგია და გეშტალტ კონსულტანტი, სერტიფიცირებული ვარ და პროფაილერი და არ ვიცი, მიყვები, ამას არ ვანებებ თავს, იმდენად მომწონს. მაგრამ რა რიცით, მოდით დღეს საქართველოს ხვალინდელი დღის გააზრებიდან გამომდინარე, ჩვენ საოცრად გვჭირდება საინჟინრო სპეციალობები. ნავთობი და გაზი. აი ამის სპეციალისტი, ხიდები, გვირაბები, გზები, ღრმაწლოვან პორტებში, მომსახურე, როგორც საინჟინრო, ისე საშუალო განათლების მქონე პერსონალი, ტექნიკური პერსონალი, ხო? მერე მოვა უცხოელი და იქნება უცხოელი, რატომ მოვიდა ჩინელი? იმიტომ მოვიდა, რომ არ ყავს სპეციალისტი. და ვინც ყავდა, დღეს რო ნახოთ, მე მაქვს უბრალოდ შეხება ჩვენს ორგანიზაციაში. არის სასამართლო ექსპერტიზების გარდა, არის საინჟინრო აკრედიტებული ორგანოა და არ ვიტყვი ხა სახელს, მაგრამ სხვადასხვა ტიპის საინჟინრო ექსპერტიზები ტარდება. თქვენ რომ იცოდეთ, გეოდეზისტები, კონსტრუქციული ნაწილი ეს, იცით რა ასაკია? ლამის 70+. ახალგაზრდა კადრები სერიოზული, სუსტი დენები, გათბობა ვენტილაციის სისტემები, ისეთი კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც პროექტს შეაფასებს სწორია თუ არა.
რამხელა პრობლემაა, იცით? მით უმეტეს იმ განაშენიანების დროს, რაც ახლა საქართველოში ხდება. რაც საქართველოს კარგი გაგებით ემუქრება, ხო? აი ნახეთ, აი ეს არის რა და აქ უკვე მეორე არის. დღეს მეგობარი მიმტკიცებდა, რომ იქ ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი. ამაში ვეთანხმები, მაგრამ ფორმას გააჩნია, იცით? აქ დავა არის ფორმაზე. აი წენა მოიტანა ფორმამ. თუ სააკაშვილმა ძეგლები გადაგვიადგილა, დავით აღმაშენებლის ადგილას ველოსიპედი დადგა. აი სიმბოლოების შეცვალა, ჩვენ აი ეს ტკივილი არ დაგვიწყებია და ესეც სიმბოლოზე თავდასხმად მივიღეთ და ამიტომ არის მტკივნეული, იცით? და აი აქ უკვე ხელისუფლებამ ფორმა უნდა შეარჩიოს. რატომ არის საზოგადოებასთან საუბარი, რომ ეს სხვა ფორმით შემოვიდეს და მიეწოდოს? და არ არის აუცილებელი გაერთიანება, როცა ასეთი პრეისტორია ვთქვით. მე ამ დროს არც ერთი დამიმთავრებე და არც მეორე, ხო? მე სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე. მაგრამ რა იცით, ეს ჩემი ქვეყნის უახლესი ისტორიის სიმბოლოები არის. ამიტომ არ შეიძლება მათი ასე ადვილად ხელისხლება, ერბოკოც რო ვაკეთებ და ჩავათხლიშავთ კვერცხებს და ავთქვიფავთ, არ შეიძლება ესე. რაც არ უნდა კარგი მიზნები გქონდეს, ფორმა ყოველთვის დასაცავია. უკაცრავად აი ამას რაღაც სიმკვეთრე არ მომწონს და გასწორდა თუ არა რაღაც კი, არა, თავიდანაც კარგი იყო. ხო, თითქოს მეფუნდოა, დიახ. და კავტომაია, თან ეხა არ დაგვითარებია ამ თემაზე, უბრალოდ პაუზით ვისარგებლებ. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ გამოხმაურება მოყვა ასეთი რაშიც ბევრს ვერც გავამტყუნებ, რომ ყველამ შეიტანა ეჭვი, რომ გასაყიდ შენობა ნაგებობების სიაში. და ეხლა ეს კიდე ორმხრივად ტრაგიკულია ზუსტად იმასთან დაკავშირებით, რაც თქვენ ბრძანეთ. მე მგონი სახელმწიფოს იმ დონემდე არ უჭირს, რომ აი ეს ისტორიული ძეგლები გაყიდოს. ხა რაშია საქმე, იცით, ისევ აი საინჟინრო თქვა სპეციალობებზე. სტალინკები, სტალინის დროინდელი შენობები ყველგან ფასობს. ყველაზე ფასეული ეს არის, გაკეთდა 1-11 სართულიანის გვერდით, განახლდა ეს შენობა და ეს არის ელიტური, პირდაპირ ელიტური და ელიტური. კი, ნამდვილად ესე არის და სხვა საოცარი ხარისხის მშენებლობა იყო. ეს ძალიან განსხვავდება დღევანდელი მშენებლობებისგან, არქიტექტურისგან, აი მონუმენტალურობისგან. ხო და რა თქმა უნდა, ეს ამ თვალსაზრისით ეს შენობები მართლა ისეთი მონუმენტური არის და მართლაც უნიკალური არის. ამბობენ ამას, მაგრამ იცით რა არის, მე მაინც ფორმაზე დავრჩებოდი იქ, რომ ფორმა და რაც მთავარია, იცით, თანმიმდევრულობა, პრიორიტეტულობა. და მახსოვს ერთი არ დავასახელებ გვარს, ერთი ცნობილი ქალბატონი, პოლიტიკოსი, რომელიც რეფორმასთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული შეტაკება გუნდის შიგნით და მაშინ შევხვდით უბრალოდ ტელევიზიაში გადავიკვეთეთ და უთხარი, საერთოდ მეთქი რა არ იცი, რეფორმა ქვევიდან იწყება მეთქი. როცა დაზარალებული უფლებები საოცრად კანონმდებლობით არის 2007 წელს აბსოლუტურად გაუქმებული, აი კასტრირებული, ვთქვათ ესე. და ეს არ არის ნამდვილი შეჯიბრებითობა და როცა 2007 წლის მერაბიშვილის და სააკაშვილის კოდექს არ შეცვლი მე უთხარი. აი რეფორმა აქედან უნდა დაიწყოს და სასამართლომდე მე უნდა ახვიდე და უზენაესამდე მით უმეტეს უზენაესი სასამართლოს რეფორმაზე მერე. მანამდე ეს არის თქო. ზუსტად იგივეა, იცით, პრიორიტეტულობა. პრიორიტეტების დალაგება არის ყველაზე მთავარი ნებისმიერ რეფორმაში, ხო? და ნებისმიერ საკითხის გადაწყვეტაში. ეხლა პრიორიტეტი რა არის? სწავლა საიდან იწყება? პირველი კლასიდან იწყება, ხო მართალია? პირველი კლასიდან, აი მე რო ვუყურებ პატარებს, აი ჩემი შვილიშვილები პატარები შეგეცოდებათ, რომ აი ჩანთა ზურგზე დაკიდო აი ამ ჯერ გაუძვალებელ, აი ამ პატარა ბავშვს, რომ იმ სიმძიმე ჩანთა კიდია ზურგზე რა. ეს თან ტყუპები არიან, ეხლა ორი ჩანთის ტარება არ არის ადვილი ბიდისთვისაც. და მათთვის ხო არის, აი რატომ, ჯერ ერთი რატომ, ეს ხომ ნახეთ ვამბობთ, ბევრ რაღაცას ვიხსენებთ, რაც გავიარეთ. მეცნიერულად დასაბუთებული, რომ ბავშვს აი ამ ხელა ტვირთი არ შეიძლება კონდეს. როგორ ეს არიციან, მედიცინა მეს დაასაბუთა. როგორ ეს რატომ თუ არიციან, უნდა იცოდნენ. და ყველა კლასს თავისი გარკვეული, აი ეს შეუძლია კლასის მოსწავლეს. საშუალო გამოყვანილია ყველა, ზოგი უფრო ძლიერია, ზოგი უფრო სუსტია.
გათვლილი არის იმაზე, რომ ყველაზე სუსტმაც კი ამით არ მიიღოს თქვა ხერხემლის დაზიანება. ეს ერთი. მეორე, პირველი კლასის მეორე სემესტრში, როდესაც ასოები არიციან ბოლომდე. აი ამას სკოლას ვეუბნება ხალხო, ბავშვმა შეიძლება ისწავლობს უნარს, სწავლის უნარს, სწავლას სწავლობს. და იმ უნარს რაც არის კითხვა, აღქმა, გააზრება, გადაწერა, წერა, მოხაზვა, ეს წვრილი მოტორიკა, ამას სწავლობს. მან ჯერ ეს არ იცის, სრულიად ახალი უნარები არის. და წარმოიდგინეთ, თქვათ, პირველი ენის შესწავლას მართლა ყველაზე დიდი დრო ჭირდება, იმიტომ რომ ის უნარებს იმუშავებს ამ დროს. და უცებ ხედავ, რომ ძალიან მალე რაღაცა ტექსტს აძლევენ, რომელშიც შედგენილია წინადადება ისე, რომ ის მასოებით არის შედგენილი. და ვერ კითხულობს ამას ბავშვი, იმიტომ რომ მას უნარი არ აქვს ჯერ ჩამოყალიბებული კითხვის. აი, ჯერ დრო ჭირდება, რომ დავარგება, ქვეყნად ყველაფრის დავარგება ჭირდება ხანიო. მით უმეტეს ამის შეთვისებას. და მეორე ენას როცა ვსწავლობთ ჩვენ, თუ ასოები ვიცით, იმ ტექსტს ვკითხულობთ და პრობლემა არ არის, მაგრამ აი ის უნარს, ის უნარები არ აქვს ჯერ. და აქ რომ მეორე სემესტრიდან შემოგაქვს ინგლისური ენა, I have მე მაქვს წებო, მაგრატელი, რა წებო, რა მაგრატელი, ბურთი, მაგიდა, რაღაცა თოჯინა, ანითი დაიწყე. აი ეს რისთვის ხო გეუბნებით? იმიტომ რომ ასევე მეცნიერულად არის დასაბუთებული და დადგენილი, რომ მეორე ენა, ორი ენის ერთდროულად შესწავლა, ყოველთვის ვნებს ერთსაც და მეორესაც. ეს ცნობილია. და აქ ფაქტიურად გამოდის, რომ დედაენა ჯერ ენის სტრუქტურის აღქმა, ჯერ ეს არ არის გაძვალებული ამ ბავშვის ცნობიერებაში. შემოგაქვს მეორე ენა და ამით საერთოდ ირება ყველაფერი, იცით? ეს დედაენას უშლის ამ შემთხვევაში ხელს და მის გამყარებას. აი ეს რატო უნდა ვიცოდე მე ადამიანმა, რომელიც მხოლოდ კითხულობ ხოლმე, თქვა, საინტერესო ფსიქოლოგიურ ლიტერატურას და რატო არ უნდა ახორციელებდეს ამას პირველი კლასი და რატო არ უნდა იწყებდეს ჩემი ხელისუფლება, ხო? რომელსაც ყოველ არჩევნებზე მე მას ვაძლევ ხმას და მე მისგან ველოდი ამას. მე აი რაღაცა წლების წინ უფრო უმცრო შვილს ვამეცადინებდი და ისტორიის წიგნი ავიღე. დაუჯექი უბრალოდ, მე არ ვერეოდი და აი მაშინ ჩაუჯექი. და მივხვდი რომ რაღაც კატასტროფის წინაშე ვიყავი. იმიტომ რომ ის კერძო სკოლები, რომელშიც საკმაოდ დიდ თანხას ვიხდიდი, სრული სისულელი აღმოჩნდა და გადმოვიყვანე საჯაროში, იმიტომ რომ მაინც უნდა ვამეცადინო რა აზრი აქვს. და ნახეთ, წავიკითხე, ისტორიაში იყო რაღაც კონკრეტული ის იყო, ვკითხულობ და ომი დაიწყო, ეს დაესხა ამას თავს. და რაღაცები მე ყვებიან და ვინ გაიმარჯვა ამ ომში ხო უნდა იყოს, არა, ელემენტარულია, ხო? როცა ომზე წერ, იქ უნდა გამარჯვებული მაინც გამაგები. ეს არ იყო, სამჯერ წავიკითხე, ხო არ გამომეპარა. არ იყო. ანუ ნახეთ რა არის, ინტერესსაც კი არ უღვივებ, რომ ესენი იბრძოდნენ და ვინ გაიმარჯვა, უბრალოდ ელემენტარულად აინტერესებს ყველას ნებისმიერს, ხო? და ნებისმიერი გეიმი როგორ დამთავრდა, ის გაინტერესებს. მაშინ დავიწყე იცით რა, რომ თეზისები, მოდი მეთქი, ეხლა აი რა იყო აქ მთავარი. და ვასწავლებ ბავშვს, რომ მთავარი გამოეყო. მთავარი და მეორე ხარისხოვანი გარჩევა. მე შესწავლო უნდა გასწავლო მეთქი და მთავარი, აი 3-4 წინადადებით, მითხარი რა იყო აქ მთავარი. მოდი ეხლა ეს დაწერე მეთქი. დაწერა, როგორც გაიგო. აი ეხლა მითხარი, კარგად წავიკითხოთ ეს 3-4 წინადადება, ხო? ეხლა ტექსტი წაიკითხე, რასაც დაიმახსოვრებ მე ვთხარი. всё, მეტი არ გინდა მეთქი და იცით რა იყო? ამან ისეთი სწრაფი და ისეთი კარგი შედეგი მოგცა, რომ აი მე თვითონ გაკურებული ვიყავი, მაგრამ მთავარი და მეორე ხარისხოვანის გარჩევა. მე დღეს ახლა ბევრს უსმენ ხოლმე დებატები აღარ არის ჩვენთან, მაგრამ დისკუსიაში მთავარი და მეორე აი ძალიან სერიოზული პრობლემა არის. საკმაოდ დიდი პრობლემა არის და აი ხო გეუბნებით, სკოლა ამას უნდა იძლეოდეს, პირველი, მეორე, მესამე კლასი. ალბათ განსაკუთრებით, როცა საწყისია. და მით უმეტეს იცით რა, პირველი, მეორე, მესამე კლასი აი აქ არის, აი აქ ხდება ფორმირება, ან ეს ვალდებულება, ან სიამოვნება. ახლა ჩემთვის სწავლა სიამოვნება არის. აი დღესაც ახალს რაღაცას რო ვიგებ, აი ახალ ტრეინინგს ამას გამოვიწერ ხოლმე და ნუ აი ჩემთვის არის სიამოვნება, იცით? სხვადასხვა მასტერ კლასები ის არის სიამოვნება არის და არის ვალდებულება და ხა ვალდებულებად არ მინდა რომ ბავშვი რომელიც იზრდება და ვალდებულებით იზრდება, რომ იძულებულია რომ ეს უნდა ისწავლოს ან წაიკითხოს. იქ საინტერესო არაფერი არ არის. როგორც ხა
ჩვენ მქონდა მე მეათე კლასში, მაგალითად მქონდა ლექსების თელი სერია, რომელიც იყო ხარკი საბჭოთა წყობილებისთვის, მაგალითად ლენინი ზაჰეში. ეს უნდა გსოდნოდა ზეპირად. უკვე ხდებოდა რომ ეს ხო და ვალდებულება იყო და მახსოვს ერთ მეგობრის დაბადების დღეზე მინდოდა წასვლა. და ჩემს უნდოდა რომ არ წავსულიყავ, იმიტომ რომ ქალაქგარეთ იყო, მაგრამ ძალიან ახლობელი მეგობარი იყო და საიდან გაახსენდა არ ვიცი, იმიტომ რომ და ჩემი არ აკონტროლებდა ჩემს სწავლას, არ მჭირდებოდა ხოლმე ეს. შენო იქო ლექსები არ გაქო ჩაბარებულიო. კი მეთქი? აი ხა ვისწავლე მეთქი. 7 თუ 8 ლექსი იყო. აი საშინელებები. ვისწავლე მეთქი და გამიშვებ მეთქი და არა სადღაც 1 საათში უნდა გამოიარონ საათნახევარში. კი ბატონო. მართლა ვისწავლე, იცით? აი საოცრება ერთ-ერთი იყო ლენინი ზაჰეში, ხო და ეჩემ ზაჰეში. ლენინი ზაჰე. არ მოიდგინე და საკითხულობ ვისწავლე მეთქი რა, ხა ვერ დაიჯერა რომ იმ მოკლე დროში მე იმდენ ლექსი ვისწავლე და იმდენად მინდოდა რომ мотиваცია, აი ვალდებულება რა იყო და ხა мотиваცია მქონდა რომ უნდა წავსულიყავ და ვისწავლე ააცა საშინელებები, რომელიც საერთოდ არ მახსოვს. ამ დროს თარიქრის რიტმი გადაგავიწყდება, ხო? ისინი საერთოდ არ მახსოვს, მაგრამ კი ვისწავლე 1 საათში და იმ მომენტში, ხო. ხო, აი ეს არის, იცით, სწავლას თავისი ინტერესი უნდა გქონდეს და რეფორმას რო იწყებს, ზევიდან არ იწყება რა რეფორმა იწყება ქვევიდან. თუ მართლა გინდა ეს ყველაფერი. მე პერიოდულად ისეთი აზრი მჩება, ამას უკვე აღარც მალავ, რომ ოცნებას აქვს ერთი მინუსი რა, რომ პოსტ აკეთებს რეაგირებებს და რეაქციებს. და თითქოს პრევენციისთვის არ არსებობს არც სამუშაო ჯგუფი, არ გიგონოთ რომ თქვენთან საუბრობ, ყველასთან ამას საუბრობ ამ ბოლო დროს უკვე. იმიტომ რომ გამერი კითხვის ნიშანი ჩდება, რომ ნუ თუ ეხა 2x2 4-ია და ნუ რა გახდა ეხლა ესე და აი ეხლა ამ შემთხვევაშიც ამ ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანება, ბავშვთა დაწყებითი კლასების რეფორმა, ეხა ჩვენ კიდე არ ავსულ ვართ დაუშვათ შუა კლასები და ჩვენ კიდე არ ვიცით პროგრამა, რომელიც თუ მოხდა ეს გაერთიანება, როგორი იქნება უმაღლესი სასწავლო პროგრამა. და თავარი ეს გუნდი, ექსპერტთა გუნდი, აი მაგალითად ისევ ამბობ, მაგალითად თქვენ ან ვინმეს რატო არ ეკითხებიან, მე ხო ბევრი ვიცი რომ შეიძლება რაღაცა შეიკრიბოს საექსპერტო გუნდი, რომელიც დადებს დასკვნას რა, რომ იმიტომ რომ გასაგებია ხა მართველი პარტია ხელისუფლება, მაგრამ ყველას ხო ყავს საკონსულტაციო ჯგუფი ამა თუ მიმართულები და ნუ თუ არ იზიარებენ თუ არც ქმნიან ამას საერთოდ. იცით, არ ვიცი, აღბასტინად ვიყავი ერთ-ერთ გადაცემაში და ძალიან კარგად თქვა წამყვანმა ქართული ოცნება კლუბურ პარტიად იქცა. ამაზე კარგად. ხო, დახურული ტიპის კლუბი გახდა. ამაზე კარგად ვერ დაახასიათებ, იცით, აი ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ რეალურად ეს ასახავს ხასიათს დღევანდელი ქართული ოცნებისას. რაშია საქმე, იცით, მე მახსოვს რომ მე თვითონ რაღაცა წლების წინ, 10 წლეულების წინ, თქვა პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტში შევლის კონსულტანტი ვიყავი, ანაზღაურებადი არა, მაგრამ დიდი ინტერესით მივდიოდი და დამოუკიდებელი ექსპერტიზა პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი მართლა აი საოცარი ძალისხმევით, საოცარი ომის შეურაცხყოფის და ყველაფრის ფასად მივაღწიე და დღეს ეს არსებობს, ხო? და პირველი იყო საქართველოს 99 წელს შევიდა ეს საპროცესო კოდექსში. იქ იყო სხვა საკითხებიც, რომელსაც საკომიტეტო მოსმენებზე ვესწრებოდით და იცით რა არის, გრძნობდი რომ ადამიანი მონაწილეობდეს შენი ქვეყნის კანონმდებლობის შექმნაში, იმიტომ რომ შეუძლებელია რამდენიმე ადამიანმა იცოდეს ყველაფერი, ხო? მრჩევლის გარეშე. დღეს რო უყურებ, აი ელემენტარულად დაუშვათ სასწავლო პროგრამები, აი გეტყვით იმას, რაც მე ვიცი. ჩემი სპეციალობა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც არის საფუძველი სისხლის სამართლის კოდექსის იმ უხლებისა, რომელიც არის დანაშაულის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. აი ადამიანს ერთმა ადამიანმა მიაყენა სხეულის დაზიანება, ხო? არის ეს მსუბუქი დაზიანება კონკრეტული მუხლების შეესაბამება და კონკრეტული ჭყალებში ვიტყვი სროკი, ანუ საჭელი, ნაკლებად მძიმეს კონკრეტული
ძიმე დაზიანება კიდე გრადაციები არის, როგორ მიიღო ეს დაზიანება და ასე შემდეგ. ანუ ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ არის. არ არსებობს ამის არანაირი დავუშვათ განმარტებები, კომენტარები და ასეთ რამე. არ არის. და ეს უკვე დიდი ხანია იურიდიულ ფაკულტეტებზე სასამართლო მედიცინას აღარ ასწავლიან. არდა მე მახსოვს, რომ სამედიცინო ინსტიტუტში არის მედიქს ჭირდებოდა მაშინ, როდესაც მას უნდა სწოდნოდა ეს დარგი მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება რომელიღაც სოფელში ან რომელიღაც მაღალმთიან რეგიონში სხვა არ ყოფილიყო, ექსპერტი არ ყოფილიყო და მას უნდა ქონოდა ეს მინიმალური ცოდნა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებოდა და გაეწია კონსულტაცია, რომ რა არის და ექსპერტის ერთჯერადად ექსპერტად გამოდგომოდა. ამიტომ, ანუ შეიძლება ცხოვრებაში არასოდეს არ დამდგარიყო ასეთი რამ, მაგრამ ყველა ექიმს უნდა სწოდნოდა მინიმალურად სასამართლო მედიცინა, რომ აი ეს ერთჯერადი ექსპერტობა გაეწია თუ სხვა არავინ არ იქნება. ეს იყო რეალურად. და წარმოვიდგინეთ, რომ იურისტებისთვის ეს ბევრად მნიშვნელოვანი არის. ნუ ხო გენეთ მუხლი რატომ არის ესე და მსუბუქი რატოა მოშლი და მოუშლელად, ეს აი ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, იცით? ამაზე ეწყობა მერე ბრალი. და ამას არ ასწავლი იურისტებს. როცა მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე უნივერსიტეტში ჯავახიშვილის რუსულ სექტორს რაღაც პერიოდი ვასწავლიდი. და საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. დღეს იცით ხანდახან როგორ მიჭირს ხოლმე, რომ პროცესის მწარმოებელს გავაგებინო ესე რატოა. ზოგჯერ სასამართლოშიც მიჭირს, რომ ავუხსნა, რომ ორჯერ ორს მიუმატოთ ეს უკვე ცოტა რთულია სასამართლოში, რომ ესე არის. ძალიან ბევრგან მიჭირს ხოლმე და მოსამართლის გონებრივ რესურსებს საზღვრავ, რომ როგორ მივიტანო. და ეს ამ დროს მათთვის სავალდებულოა. და რატო ამოვარდა, იცით, სასამართლო მედიცინა? იმდენი იურიდიული ფაკულტეტი და ინსტიტუტი გაიხსნა. საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს ამდენი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, რომელიც ყველაფერს მიატოვებს და მხოლოდ სტუდენტებთან იმუშავებს. ამის გამო ამ სპეციალობას არ ასწავლიან იმას, ვისაც ეს აერევი ჭირდება. და იმათ კი არ ჭირდება, საზოგადოებას ჭირდება, რომ სასამართლოს მსხვერპლი არ გახდეს, გამიგეთ? აი თუნდაც აი ამ რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც ნამდვილად ბევრ ფაკულტეტების არსებობის დაასაბუთებს და მხარს დაუჭერს ხელისუფლებას იმაში, რომ კი ნამდვილად არ არის საჭირო ეს, იმიტომ რომ ამდენი სპეციალისტი არ არის და ამ ხალხმა უნდა ისწავლოს. ნახეთ? და უნდა იყოს რა რამდენიმე, ვთქვათ, ლექტორი. თუ ხო შეიძლება რომ აი ამაში გამომიყენო. მე ხო იმას ზუსტად აი ის რაც ყველა მოსახოვში გახსნილი ინსტიტუტი არასწორი როა. ზუსტად აქ მოყვები, გეთახმები, მაგრამ ფორმას რატო აძლევ ამას? იცით, ერთი არის ფორმა, მეორე არის შინაარსი. შინაარსი არ მელაპარაკები და ფორმას აი ამ სიმბოლოებს, ხო გეუბნებით, სიმბოლოებს ეხები და შინაარსით არ მხიბლავ, შინაარსით არავის არ ეკითხები. აი არ ვიცი, ხო გეუბნებით, ეს მართლა შეცდომა არის, ძალიან ცუდია და ხო გეუბნებით, მიუხედავად იმისა, ხა ჯონდი ბაღათურია, მე რაც მახსოვს ჯონდის მაშინდელ განათლების რეფორმაზე, ჯონდი ძალიან სერიოზულად მუშაობდა, მთელი ჯგუფი მუშაობდა ამაზე და მქონდა შეხება მე და გეუბნებით 2005 წლიდან. ბატონი ჯიბლაძე მუშაობდა. ეს იცით რა ხელანა შრომები იყო და ჯონდის იცით რა გამოცდილება აქვს ამაში. ჯონდისგან მივიღე მე ლიტერატურა, რომელიც სახლში მაქვს და სხვათა შორის ვკითხულობ, როგორი სხვადასხვა მოდელებია სწავლების. რომ აი ფინეთს მაგალითად ყოფილი საბჭოთა ისაა და ძალიან კარგი მოდელი აქვს სწავლების. აი ეს ჯონდი მიცის გადასარევად მე ხო არ დავდებ თავს, მე ჩემი საქმე მაქვს, მაგრამ აქ ჩემი სპეციალობა რო საჭიროა და აუცილებელია, აი ამაზე შემიძლია ერთი წინადადება მივაშველო, ხო? მაგრამ ჯონდი მიცის გადასარევად არის სხვა იცის. მოდი რა შეხვდი ამ ადამიანებს, რომ მისხადებ, რომ ვიღაცებს რეგიონებში შეხვდი ვირტუალურად და მე იმდენმა რა გითხრეს, ისიც გამაგებინე. გითხრეს, იქნებ ის არ უთქვამთ, რაც მე უნდა მოგაწოდო და კი არ უნდა გაგლანწყო, პირიქით რაღაცა ერთი აგური, შენ კი არ გაწოდი, ჩემი ხელისუფლება რო ხარ, ჩემი ქონებას ვაკეთებ ამას. ჩვენი შვილების და შვილიშვილებისთვის ვაკეთებთ ამას, ხო? არ მომობთ რა უცილებლად ჩემი აზრი გაითვალისწინე. თუ სწორია ვიმსჯელოთ ყველამ, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ხო გეუბნებით, ფორმაშიც და შინაარსშიც
აი ესეთი უცებ აი ამ ფორმის გამო უცებ პირკატ დაეცა ყველას და რწმენა დაიკარგა. რატო დალოცვილო? პიარ ტექნოლოგიები ხო უნდა ყავდეს რომ როდის რა საფეხური პრიორიტეტულობა დაადგინო, მერე დაიცვა მეთოდურობა და მერე მიწოდების ფორმა კონდეს სწორი. არ ვიცი. სხვადასხვა პიარზე და მიწოდებაზე თვითონ ჯოვისონის ფენომენი არ უნდა შექმნილიყო, მე ესე ვთვლი ოცნების არსებობის დროს. ეს მათი დიდი მინუსია რა. საერთოდ დღის წესრიგში არ უნდა დამდგარიყო და ახლა აღარ მიყვირს ის ყოფი დონეზე მიოქცევადი რამე. და არის აქვე არის საინტერესო რამ, რომ შემოდის თემა, რომელიც არის აქტუალური, საინტერესო, მაგალითად ომში ჩართვის თემა. იმას აუცილებლად კონტრარგუმენტები ექნება ეგრეთ წოდებულ პოზიციას, რომელიც მუშაობს გრანტების საამქროში. აუცილებლად ექნება, იმიტომ რომ მათ შვენიერი პიარ ტექნოლოგიები ყავთ და ძალიან კარგი თვითონაც ბევრი ერკვევა ამაში და ალმასი თიჭრებაო კონტრარგუმენტი მათ აქვთ ხოლმე ყოველთვის თავისი აუდიტორიისთვის. მაგრამ ნახეთ, ამას რო შემოიტან დღეს რომ ომში ჩართო. მეორე, მესამე დღე, მეოთხე დღე, მეხუთე დღე, მეასე დღე რაღაც არის თემა, რომელიც რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს, ძველდება, ან მოსაბეზრებელი ხდება და აი არ დაგიჭერიათ თავი, ხა ირანთან მიმართებაში ჩემი თავი დავიჭირე და მართალი გითხრათ გამიკვირდა რომ ეს რა გავიფიქრე მეთქი, მაგრამ ნუ ადამიანები ვარ და რა ვიცით ხო ყოველ დღე არის რომ აი 24 საათში ამაღამ ალბათ დაარტყავს, საათებიღა დარჩენილი. ამას ამბობს ამერიკელი, რუსი, თურქი და ამის ყველა პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი. ელოდები და თან გაქვს ეს საოცარი დაძაბულობა და რა იცი თუ დაძაბულობაა და არ იწყება დილით ვნახულობ აბა ხო დაარტყეს თუ არ დაარტყეს ვაიმე რა მოხდა და საღამ ფიქრობდი თუ არ ტყავენ და დაარტყა და აღარ შემიძლია დამაწყდა ნერვები მეთქი იცით არის ესე რომ რაღაცა გაბეზრდა და მე ვიფიქრე რაზე ვთქვი რომ ეს ხო კატასტროფა მე ხო ზუსტადაც იმიტომ განვიცდი ამდენს რომ აღარ ვარ განერვები, იმიტომ რომ ელოდები იმას საშინელებას რომ ვაი თუ მოხდეს და მე უკვე რაღაც მომენტი გიგება, რა თუ დაარტყავს და დაარტყავს ეგუები და არ შეიძლება ერთი თემა რეზინასავით გაწელო ძალიან დიდხანს და ბოლოს მოაბეზრო და მე უკვე რაღაცის სასაცილოც კი გახდეს თუნდაც მხარდამჭერის. თემებს შეცვლა უნდა მობეზრება იცის თემამ, ხო? და აი ამ საკითხებში რა თქმა უნდა არის ისეთი საკითხები, რომელზეც ნუ კარგი, ხო, გავიგეთ რა, მაგრამ აღარ უნდა ვატრიალოთ, ამით აღარ მეშინია უკვე. ლამის ხო გეუბნებით რა მოხდეს, დაარტყას თუ არ ტყავს მეთქი, ლამის მე ღმერთო მაპატია და ლამის მე ვიფიქრეს. აი არის ეს მინუსები და მოწოდების ფორმები. და სხვათა შორის ჯონ დიზე მინდა გამახსენდა რიად ხელშეკრულებაზე საკმაოდ წავე გამოსვლა ჰქონდა და მაშინ დელ მინისტრის მოადგილეს თუ მინისტრს დაუპირისპირდა ზალკალიანი იყო მაშინ. ეს ვიდეო ნახე და ჯონ დიზე ზემოთიჯდა ანუ აუდიტორის ზედა ნაწილში და ეს ოცნების ხელისუფლებაა და საკმაოდ არგუმენტირებულად უწევდა რომ ესე გამოვიდა მაშინ ქაბატონო მაიო თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მმართველი გუნდის მიიღო ეს განკარგულება რაც ხელი მოაწერა და მე როგორც ირკვევა ბევრი რამ ჩვენთვის არასახარბიელო მოხდა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამე ჯონდი ინიციატივით შევიდა ახლა ჩასწორებაზე და თქვენ ბატონი ჯონდი რაც რომელი ერთი ჩამოვთვალო ახლა ჩემი რესპონდენტებიდან ყველანი ხო და გამოდის ისე რომ ჩვენი აუდიტორია გვაქვს ზოგს მცირე ჩემსავით ზოგს დიდი აუდიტორია მაგრამ ესეთი ძალიყებთა კარავანი მიდიოდაო და ეს ის შემთხვევაა როცა არ მგონია რომ თლაც ახარბიელო იყოს თან ისეთ ვითარებაში რაც ახლა ჩვენს გარშემო მოხდება ეს ჩემი სუბიექტური აზრია აბსოლუტურად გეთანხმებით ზოგჯერ არის ისეთი იცით მოდით აი პირდაპირ ვიტყვი რა ირონია იყო რა თქმა უნდა მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ იმ განწყობას ვაგრძელებ ხანდახან მიდიხარ იმ წერტილამდე რომ იცით რა ვთქვი ნუ ალბათ მეთქი გავა რაღაც დრო და არ გამიკვირდება მეთქი ტელევიზიიდან რომ გავიგო რომ აი ეს რეფორმაც საბოტაჟი იყო მეთქი ეს მე უკვე აი ფორმა და შინაარსი უკვე გაძლევს იმას რომ
რაც მე გუში მჯეროდა, უყურებდი, ტარს უკრავდი და მართლა ესე ვიღებდი. ეს ესე არ ყოფილა. და იმდენი რაღაც დაინგრა, ჯერ რეალურად. ყველაფერს დავიდაანებეთ რა. საბჭოთა კავშირის ნგრევის მაყურებლები ვართ, ჩვენ და მონაწილეები ვართ, ხო? ანუ აბსოლუტურად ცხოვრება, რომელიც იდგა თავის საყრდენებზე, ღერძებზე და ასე შემდეგ და უცებ დაინგრა და შედიხარ მეორე დინებაში, რომელიც გაიდეალებული ქონდა მთელი ის პერიოდი, რაც იქ ცხოვრობდი. ამის მერე უცებ ესეთი ეხლა უკვე ესეც ინგრევა, ეს ლიბერალური დასავლეთის ფერადი ლამას გულისხმობ. უცებ ესეც ინგრევა და ამ დროს დგებით და ფიქრობ, და რა? ეხლა რა? რუსეთი ცუდია, ჩინეთი კომუნისტურია, ირანი საერთოდ ბნელია. ეს ლიბერალური სამყარო უკვე თავისთავად აღარ უჭირავს, ხო? პარალიზებულია, რა ვთქვათ. დამბლა აქვს. პირდაპირ მნიშვნელობით პოლიტიკურად. და ამას უყურებ და რა? და მე უყურებ, ეს ხონდა, იცით რა არის? ეს ჩვენი, ვთქვათ, საზოგადოების დიდი ნაწილის წარსული, რომელმაც ნგრევა ნახა და მაინც გადარჩა. აქ გარკვეული იმუნიტეტიც არის, იცით და მე უკვე გეხარ და ფიქრობ, ესეც ხო? ეს გუშინ იყო ძალიან სანდო. ამბობდნენ, რომ იმ კაცმა 4 რევოლუციას 4 მცდელობას გადაგვარჩინა. ეს ვინ ყოფილა? და დგას და ყველა აგინებს უკვე იმას. მე არ ვაგინებ არასოდეს არც ერთს, იმიტომ რომ მე ვიცი, რას ნიშნავს ის, როდესაც ადამიანს გამოგაცხადებენ მოღალატედ, დაგაბრალებენ ისეთ რაღაცას, რომელიც იძულებულიც კი გახდები, მე გავხდი პირადად ჩემ თავზე ვამბობ, რომ აღიარო ის რაც არც დაქსიზმრებია ცუციზმარში. რა თქმა უნდა არ გაგიფიქრია. და როცა ვიჯექი პირში წყალი მქონდა ჩაგუბებული და ვკითხულობდი პრესას. ხმას ვერ ვიღებდი ტელეფონზე, საერთოდ არ პასუხობდი და ყველას ვეუბნებოდი, რომ კი ეს ნამდვილად ესე იყო, თქო, ამ დროს არ იყო, რა თქმა უნდა ესე. მაგრამ რომ მეთქვა, რომ ერთთან მაინც რომ მეთქვა, რომ ესე არ იყო, არში. შეიძლება ყველაფერი უმაწასულიყო ისე. და ამ დროს ვიჯექი და ის ვინც ჩემი მეგობარი იყო ჟურნალისტები, ვიღაც ის კითხულობდი, რა ეწერა ჩემზე. ეს გაზეთები ყოველდღე ვკითხულობდი. ეხლა გენოდი შენახული მაქვს, ოღონდ არასოდეს აღარ გადამიშლია. მაგრამ არის. იმიტომ რომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილია, ხო? მაგრამ არ ვკითხულობ, რატო იცით? იმ ადამიანებს აღარ მახსოვს ყველა. და იმ ადამიანებთან მე დღეს ნორმალური ურთიერთობა მაქვს. და იცით როგორი იყო, რომ რა ადვილია ქვისაღება და სროლა, ძალიან ადვილია რა. ამიტომ დღეს რომ ამბობენ ხოლმე, ეს საზიზღრები ვერ გაძღნენ, მე ჩუმად ვარ, არასოდეს, იმიტომ რომ მე ვიცი მე ჩემ თვალზე გამოვწოდე რა ყოფილა, როცა არაფერი მსგავსი არ ვამართლებ არავის, უბრალოდ არც განსჯი. არა რა, ეს განსჯაც რომ ხედავ ეს კომუნისტურიცა, იცით, გაკიცხა რომ მიდიოდა ხოლმე და მე მინ გვარცხვეს და კედელზე რაღაც ამას მაგონებს, იცით რომ უცებ ადამიანს დაიჭერე, რომელიც გუშინ იყო პატრიოტი, ბურჯი, ასე შემდეგ და დღეს უცებ ტობოლნიკემ ტოცდალს შემოდა ან და პირიქით, ხო, უცებ დედასტალიდან ჩამოვარ და დაიმსხრა და ესე დამსხრული, მე დედასტალიდან ჩამოგდებული სტალინის ძეგლიც ვნახე, სააკაშვილმა რომ ჩამოვაგდო, მაგრამ სააკაშვილიც ჩამოვარდა. ხო და ეს ხო გენოდი ამას როდესაც სიმბოლოებს ეყედი, თუნდაც ისევ ტექნიკური უნივერსიტეტი, თუნდაც ადამიანი, რომელიც ოჯახის სიმტკიცეს, ქალის და კაცის ოჯახი შეიტანს კონსტიტუციაში, ის გარკვეული პერიოდის სიმბოლო არის, ხო? ის ხო აღჭურვილი იყო სრული უფლებებით. ის ცოტა ფორმას ისევ სიმბოლოებს უნდა გაუფრთხილდე, ცოცხალია ეს თუ შენობა არის, უნდა გაუფრთხილდე რა. იმიტომ რომ ჩვენ გავიარეთ პერიოდი, როდესაც ყველაფერი დაგვენგრა. მაგრამ ნახეთ, ადაპტირებულები ვართ. ჩვენ ნაკლებად გვჯერა მყარი საყრდენების უკვე, მაგრამ საყრდენების დაკარგვა ჩვენ გავიარეთ, რახან ცოცხლები ვართ. რახან საუბრობთ და მსჯელობთ კიდე და ვაკრიტიკებთ კიდე. ჩვენ შევძელით ეს. უკვე მეორე ფორმაცია არ არის. რა თქმა უნდა. არის, ხო?
უკვე მეორე ფორმაციის ნგრევას უყურებთ. ნახეთ რა ძლიერები ვარ. ჩვენ ამას უყურებთ და ვუძლებთ რაც მთავარია. არც ვგიჟდებით და ხანდახან ირონიასაც კი ჩავთავთ და ადამიანების მსხრევა არანაკლები ის არის და ავტორიტეტების აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება ძალიან მყარი ავტორიტეტი უკვე არ არსებობდეს და პირიქით უნდა შექმნა რომ შენ მოგეხმარება ეს ხელისუფლება რო ხარ მაგრამ ნუ ზუსტად სხვა გაანალიზება ჭირდება და სამწუხაროდ ეს ამ დაფიქრებას მე სამწუხაროდ ვერ ხედავ. დიახ. კაპიტანია თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა დისკუსია, ღია ბუნებრივია ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე განათლების სისტემა მინდა კითხოთ ესე იგი ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია თუ ეს დისკუსიის ნაწილში შედის, ანუ რეფორმა დასრულდა თუ განხილვის პროცესია. ანუ შეგვეკითხებიან თუ უკვე აღარ. აუცილებლად გემახსოვრებათ ფილმი კავკასკაია პლენიცა, ხო? ისე რა ქვია. ვინ არის სიძეო? ჩვენთან ამას ზოგჯერ ქორცილის მეორე დღეს მერე იგებედო და ვერ გეტყვით. ვერ გეტყვით, დასრულებულია, გადაწყვეტილია, მსჯელობი, ამას არავინ არ ამბობს, ეს გამოცხადა. უნივერსიტეტის რექტორ, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თქვა 2 დღის წინ გავიგეო, რა ანუ გუშინ წინ გაიგო და აბა რა გითხრათ რა, ზოგჯერ ჩვენ დაგორწილის მერე იგებენ ვინ არის სიძე. აი და ხო ამ ესეთი არა და უნივერსიტეტი სარკაზმია ეს. გასაგებია. ხო, ახლა ჩვენ გარკვეული ირონიის გარეშე უკვე რთული გახდა როგორც თქვენ აღნიშნეთ საერთოდ რამეზე საუბარი, იმიტომ რომ ნია ვიცი ამას როგორ უნდა უყურო ადეკვატურად. ისი გავი არის რომ ძალიან მიყვარს რომ ორი კაცი მოდიოდა ერთი სუტიროდაო და მეორე სუიცინოდაო რო კითხესო იმას რომელიც სუტიროდაო რა გატირებსო ყველაფერსეო და აიო რო ხედავ რა ხდებაო და ადამიანებს ვერ შევაგნებინეო ნუ მაგიტომ ტირიო და მეორე შერაღა გაცინებსო და რო ხედავ რა ხდება ამ ადამიანებს ვერაფერი გავაგებინეთ სიცილს მივეც გზაო. აი ეს არის სუპერ. ნახეთ რა არის პრემიერ-მინისტრის დისკუსიასთან დაკავშირებით, გამოცხადებულ დისკუსიასთან დაკავშირებით. მართალი გითხრათ, იყო გარკვეული, აი თქვენი რესპონდენტები ვინც არის, ხა ვისაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ჩემთვის საინტერესო ადამიანები არიან. აი ამ წრეებში საკმაოდ კარგად ისე გამოიკვეთა, რომ რატომ თქვი კლუბური პარტიაო, ზუსტად ამაზე ქონდა საუბარიც და აი იცით რომ სჭირდება მას, რომ საზოგადოებასთან დისტანცია შეამციროს. კავშირი გააძლიეროს, თუ კავშირი გააძლიეროს, ეს ნიშნავს, რომ კავშირი აქვს და გააძლიეროს. მაგრამ მე შეგნებულად ვამბობ, რომ დისტანცია შეამციროს საზოგადოებასთან. საზოგადოების იმ ფენებთან, რომლებიც ფსევდო ელიტები რაც სააკაშვილმა შექმნა, სამწუხაროდ დღეს ჩვენი ქართული ოცნების დიდი ნაწილი არ ვიცი ეს ასაკიდან თაობიდან გამომდინარე იმ ელიტების იმ ელიტების განწყობებს აკონტროლებს და თითქოს მაჯისცემა საქართველოსი აი ის არის. ამ დროს ის ელიტები უკვე თავისი ჩაირეცხა ბუნებრივად და არახელოვნურად. ისინი აღარ წარმოადგენენ საზოგადოების უდიდეს ნაწილში ავტორიტეტს. მაგრამ აი არ ვიცი რატომღაც ოცნების გარკვეული ნაწილისთვის ეს მაინც ისევ იმათ პასუხობენ და მე სულ მიგვერს რატომ პასუხობ იმას ის ხომ არ არის საზოგადოებისთვის საინტერესო დღეს. მე თუმეტეს თავად ოცნებამ გამოაცხადა და გამოდის რომ მუდმივ იმაში არის. თითქოს მაინც იმას ხედავს, რომ თითქოს იმას უნდა უპასუხოს, ხო? ეს ძალიან მიგვერს და ამაზე, ცით აი გარკვეული მინიშნებებით ქონდა საუბრები, მეც და აი იმ წრეს, რომელსაც გულისხმობთ, ხო? და მე აი ვისაც უსმენ და ვისი აზრით მართლა ვინც რა ცით რატოა ეს საინტერესო ადამიანის აზრი. არგუმენტირებული უნდა იყოს. რეფორმაზე რა გითხარით, რომ მე ვფიქრობ, რახან სიმბოლოებს შეეხნენ. აი ეს იყო ცუდი და მტკივნეული ფორმა დაუწუნე, თორე რეფორმა კი არ ვიცი. და მე რეფორმა ცუდია თქო, ამას ვერ ვიტყვი, არ ვიცი და არგუმენტი არ მაქვს, ხო? რეფორმა საერთოდ ვინმე მიცის? არა.
მაგას ვამბობ. აქედან გამომდინარე მიადგნენ შენობა ნაგებობებს. ხო და აი ზუსტად ამაზეა. ნახეთ, ადამიანები, რომლებიც არგუმენტირებულად საუბრობენ, მათი აზრია საინტერესო და ის ამბობს, რუსული კანონია არ წამიკითხავს, მაგრამ რუსულია, ხო? იმას რა, იმის აზრი, იმის გამონათქვამს არც უნდა უპასუხო, იმიტომ რომ მას არგუმენტი არ აქვს. ამ დებატებში როგორ შეხვდა? მე მეგონა, აი უწოდებლად გეტყვით, რომ მე მეგონა ბოლოს იყო ლალი მარუშკინას ჰქონდა წერილი, რომ კიდე აი უნდა იყოს რო საუბარიო და აი ამ დისტანციის შემცირებაზე, ეს დისტანცია ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილსა, დიდ ნაწილსა და ხელისუფლებას შორის. ამაზე წერდი და ბოლოს ლალის წერილი იყო, იცით და რატომაც პრემიერს რომ მოусმინე, გამიხარდა რომ მე მეგონა რომ აი ეს ამ ადამიანების საუბარი მივიდა და მე რომ მოусმინე აი მოდით რა გულწრფელად გეტყვით რა მივხვდით რომ საფუძველის უცხო რამე იყო თურმე არა გეთახმებით თქვენ აი ამ გამონათქვამს აბსოლუტურად ვეთახმები, მაგრამ კიდე უფრო სხვანაირად ვიტყვი მე იგივეს ვიტყვი სხვანაირად. ნახეთ მე რა დავინახე რომ ის ისევ იმას ამჩნევს. და ადამიანებს მე ჩემ თავზე არ ვამბობ, მაგრამ ადამიანებს ვინც საზოგადოების დიდ სეგმენტს წარმოადგენს, ნაწილს არ ვამბობ. ქართველ ხალხს წარმოადგენს, ხო არ ვამბობ, არა. საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი და ინტელექტუალური სეგმენტია და მას წარმოადგენს, ესე იგი ვერ ამჩნევს კიდე და მე ამას რომ მოყვა ამ დისკუსიის გამოცხადებას, როცა დავინახე რომ ისევ იმათ ხედავს. ქალმა როდის ხო იცით, ცოლად რო გაყვება მეორე ცოლა და უი მაინც ის პირველი ცოლი უყვარსო. აი ლამის ესეთი რაღაც არის და ამას რომ მე მოყვა უცებ ბომბივით გასკა და ის რომ შეერწყმებიან ეს აი აქ რა იყო იცით, აი ეს დისტანცია რომლის შემცირებაზე ყველანაირად ვცდილობთ და ვთავაზობთ საკუთარ ძალას, ენერგიას, იმიტომ რომ აი ეს ადამიანები ყველა ამბობს მე არ მინდა თანამდებობა არაფერი არ მინდა ჩემი ქვეყნა აბსოლუტურად უსასყიდლოდ ირთვის ყველა ვინც დაუძახებენ ნამდვილად და წარმოიდგინეთ ამან უკვე რა მოიტანა იცით ამ რეფორმამ საერთოდ უკვე ეს კომბალივით იყო რა რომ ანუ დისკუსია იწყება კი არა თურმე დებატებია დისკუსია დებატები ძალიან განსხვავებული რამ არის თურმე აქ დებატები ხა მე დებატებში რატო შევალ ხელისუფლებასთან ხო თუ შევალ დისკუსიას მოვაწყობთ ანუ დებატები ოპოზიციასთან არის იმდენად ხმა მოიღეს და უცებ გაცოცხლა ოპოზიცია და მე რამდენი საზოგადოების ეს ნაწილი მისი მხარდამჭერი ნაწილი ისევ გვერდზე დარჩა ანუ შენი არ მაინტერესებს შენი აზრიო და დისტანცია გაიზარდა შემცირების მაგირო და მე ამ პოლიტექნიკურმა ეს დისტანცია კიდე გაზარდა არ ვიცი მე ზანეთ არა ეს ცუდია მე ძალიან ცუდია თქო ხო ეს შესაძლოა ძალიან დრამატულად დამთავრდეს და ის არ იქნება კარგი ამბავი არა რომელიც ძალიან არ მინდა საბოლოო ჯამში მე ეს ჩემი სუბიექტური აზრია ბოლოს ყველას ერთკაცზე ჩამოკიდებული სახელმწიფო ვერტიკალი ნამდვილად არსოს იმიტომ რომ იმ ერთმა კაცმა დიდი როლი შეასრულა 2012-ში და მე ფრაგმენტულად ასრულებს და ის ერთი კაცი რო არ ყოფილიყო აი ამ მანკიერ გოლს რომელიც პრემიერ-მინისტრიდან რა ვიცი ყველა თითოეული სამინისტროს ბოლო კლერკამდე რა დანაშაულებრივი კორუფციული გოლი იყო იმ ერთი კაცის გარდა ამას ვერავინ ვერ გააკეთებდა ამიტომ ეს დასაფასებელი კი არა მილიონჯერ აღსანიშნავია მაგრამ ერთი კაცი კვლავ ესე იგი ეს ყველაფერი მან უნდა გადაწყვიტოს მან უნდა მიუთითოს მან უნდა ჩაუსწოროს ეს ხო არ გამოვა ხო იცით ნახეთ აქ ჩვენ სად მივდივართ უკრაინამ რატო დაკარგა სახელმწიფოებრიობაო იმიტომ რომ მათ ვერ შეძლეს ჯერ ლენინის დროს ნაჩუქარი ტერიტორიები რომლებიც ხა უკრაინა თქვენ ძალიან კარგად იცით როგორ გახდა სახელმწიფო ხო და რატო რომ ეს ხუტორელები პოლიტიკურად არ იყვნენ მომწიფებულები და მომზადებულები და აუცილებლად საჭირო იყო აქ მუშათა კლასი ხო პროლეტარიატი და ამიტომ სწორედ დონბასი და ეს ნოვოროსიე რასაც ეძახიან იქით ამ ხარეს კი ბატონო
და მალოროსია, ხო, მალოროსია და ნოვოროსია. ესენი უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პროლეტარიატი იყო, რომელიც პოლიტიკურად ბევრად უფრო მომზადებული და ძლიერი იყო. და შეიქმნა ეს ყველაფერი, ნუ იქ ხრუშჩოვის ფაქტორიც ვიცით, ყირი მიზეზი, მეორე მსოფლიო ომის მერე პოლონეთი გალიჩინა, ეს პოლონეთის ნაწილი გალიჩინა, ეს ყველაფერი, ანუ ნახეთ შეიქმნა და საბჭოთა კავშირმა, რომელიც ლიბერალურ რელსებზე გადავიდა აბსოლუტურად და გაასწრო ელმავალს, თანაუგრძნობას გაასწრო ლიბერალიზმში და ეს უკრაინა გაუშვა ესე თავისუფლად ამ ტერიტორიებით, ხო, თავისით, პრინციპში. თავის ნაციონალისტური პროექტით, პროფაშისტური პროექტით წარმოიდგინეთ. კი ბატონო. და გაუშვა თავისი ოდესით. აი თავისი ჟემჩუჟინა უმორია, ხო? ვისი ჟემჩუჟინა იყო, ეს რუსეთის იყო, ხო? ეკატერინა რამდენი სიცოცხლეა მან. აქ უკრაინა კარგით რა. და აი ეს გააკეთა, წარმოიდგინეთ, ანუ ხარაკირი გაიკეთა რა, პრინციპში გაიკეთა გალიბერალებულმა რუსეთმა. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს. და მათ ვერ შეინარჩუნეს. აი ამ ხელა რესურსების მქონე ქვეყანამ, ასეთი შავმიწანიან დაგიანმა, საოცრად მოსავლიანმა უკრაინამ კორუფციაში ჩაიხჩო, ჯერ ნათესაობა, ახლობლობა, აი ეს დანიშნები, ეს მათ ყოველთვის ჰქონდა დამახასიათებელი იყო უკრაინელებისთვის ძალიან და მერე ნახეთ რა ხელაფული გაიგაცი ურთიერთობები მქონდა. კი, და რა ხელაფული გაირეცხა წარმოიდგინეთ და ფულის სარეცხ მანქანად იქცა უკრაინა. და დღეს BlackRock ეუბნება, რომ ის მიწებიო, იქ ნუასაფლავებთო, ჩვენ ეს უკვე ნაყიდი გვაქვს. ამაზე მეტი ცინიზმი, ეს არის რაღაცა სიგიჟე, მე აი მსგავსი ხო გენოეთ პასაჟები მაგონებს მილორად პავიჩის ჩაით დახატული პეიზაჟი. აი იქ არის რაღაც ისეთი პასაჟები, რომელზეც გავჩერებული ვარ და 15 წუთი აი გაუგნებული ყოფილვარ ხოლმე რა. იქაც აი რაღაც დაახლოებით ეს არის, იცით? არ აქვს მას ეს ძალიან დიდი ნიჭი, რომ ეს გაგაშტეროს. მაგრამ ის ნაწარმოებია და აქ რეალურად მოხდა ეს. და მათ ვერ მართეს თავიანთი ქვეყანა. ისინი მათ მხოლოდ შეძლეს, რომ სხვის ხელში, სხვის საომარ ტერიტორიად, საომარ ლელოდ ქცეულიყვნენ. ნახეთ, საომარი ლელო გახდა. უკრაინამ შესთავაზა საკუთარი თავის საომარ ლელოდ, ევროპას ჩვენ დაგიცავთო. ჩვენი არმია დაგიცავთ, ანუ ლელო დაქცია საკუთარი თავი და საბოლოო ჯამში დაკარგა ხა სახელმწიფოებრება, რაზეა საუბარი, ხო? როდემდე იქნებოდა, ხო, ამ დინამიკით? ანუ მან სახელმწიფო ინსტიტუციები ვერ შექმნა სუფთა, თავის ქვეყნისთვის ორიენტირებული და თქვენ ახლა ერთ კაცებს ბრძანეთ, ერთი კაცის მართლობა, რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს, რაც არ უნდა ავტორიტეტული იყოს, ამას სხვა რამე ქვია, ხო? თუ არ შეიქმნა ინსტიტუციები. ანუ პირდაპირ სახელი ქვია, რომელიც არ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ 2012-ისთვის მე ძალიან მადლობელი ვარ. 2012-ში მე პანჯერაში რო ვიყურებოდი, იმისიც კი, აი, ფრთხილად ვიყურებოდი, არათუ მიტინგზე გავსულიყავი. მე ესეთი გავიარე. იმ რეჟიმის დროს, სააკაშვილის რეჟიმის დროს და მე ადამიანად ვიქეცი და ხო გეროდ მართლა გავსწორდი წელში, მაგრამ მადლიერება კი ბატონო. ოღონდ სახელმწიფოთ რო შედგეს და შენარჩუნდეს, მას ინსტიტუციები ჭირდება, რომლებიც თვითონ იმართებიან არა პერსონებისგან, თვითონ უკვე ინსტიტუციები და სამწუხაროდ მე ამ ინსტიტუციებს ვერ ვხედავ, რომლებიც ვინ იქნება იქ არ არის მნიშვნელოვანი, ის ჩამო არ არის ეს. მე ერთი რამ მახსენდება ძალიან ისეთი ცუდი შტაბეშტილება დატოვა, აი ესეთი როგორც რუსულად როგორ ამბობენ, плохой остаток. მახსოვს ლადო პაპავა იყო. სადაც კი, ნალექი. უნივერსიტეტის რექტორი და ესეთი თვითმართველ ახალ სტუდენტთა თვითმართველობა რომ ხელაუსტრუქცია მოუწყო. თან ლადო პაპავა ხო? არ დაგვავიწყდეს ამ ხელა დამსახურების პიროვნება. და მერე რა შედეგი გამოიღო და ისიც ხო უცნაურად ჩანს, რომ თითქოს სტუდენტურ თვითმმართველობას მოაკლებ სიტყვის ინიციატივას ან რამე ამ დაგვარს და მერე თითქოს იხრება
ესე თქვი როგორ თქვა, ერთპიროვნული მართლობისკენ სასწავლო დაწესებულებებში და ზუსტად აი ეს ხევები იმიტოა, რაც თქვენ ბრძანებთ, სისტემა თუ არ არის გაწერილი და იმას არ ემორჩილება, როგორც რექტორატი და ლექტორატი, ასევე სტუდენტები, ესე იქნება. ან ერთი გადაწონის ქანქარის პრინციპია თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით. ყველაზე კარგად მოიხსენებათ, ქანქარა შეიძლება მარჯვნივ გადაიწიოს და ზუსტად ისეთივე წარმატებით მარცხნივ წავიდეს. და აი და რა კონტექსტში ვსაუბრობ ამაზე ნახეთ. ეხლა მიტინგებთან დაკავშირებით უამრავი ახალგაზრდა არის ციხეში მოხვედრილი, ხო? ნუ უამრავი არ ვიცი, ნუ ათეულობით. ბევრი შეგნებულად მიდიოდა, ვინც მოლოტოვს ისროდა, ბევრი იყო უბრალოდ ევროკავშირის დროშით რო არ იცოდა ეს რა იყო. ესენი იყვნენ ყველა ძირითადში აგრესიული ნაწილი, ყველა იყო სტუდენტი. და უცნაური იცით რა არის, რომ აი სტუდენტები ხზიან ციხეში და იხდიან საჯელს ან მოლოდინშია და აი ეს ლექტორატი, ვინც მათ უკიჟინებდა, ისინი ახლა მიდიან და ისევ აუდიტორიებში კვლავ ლექციებს ატარებენ და სად არის ხელისუფლების პრინციპულობა? ის ახალგაზრდა თაობა, ჩვენი თაობა არ არის, ეს ხო ჩვენი შვილები და შვილიშვილები არის. კი ბატონო, მაგრამ რა არის, ცით სწორედ მაინც მე განათლებას ვაყენებ ხოლმე ყოველთვის სათავეში. განათლების სისტემა მისცა იმის საშუალება, რომ იმ ადამიანებს არგუმენტების გარეშე არ წამიკითხავს, გრძნობ. ანუ მე მჯერა აი ამან რომ მიამბო ზღაპარი იყო თუ ნამდვილი წყარო იყო, მე ბრმად მჯერა მისი და სამწუხაროდ ეს ბრმად რომ სჯერათ ეს ძალიან დიდი გაუნათლებლობა არის, რომ შენ თუ შენით არ დარწმუნდები და თუ ყავს ისეთი ავტორიტეტები, რაღაცა ჯგუფის ავტორიტეტი, რა ძალიან სექტანტურია, იცით? ეს სექტაში არის ეს, რომ ყავს ვიღაც ავტორიტეტი, მან უთხრა და სჯერა, გადამოწმება არა. რელიგიური აზროვნება ქვია ამას. სექტანტურს ვეძახით უფრო გასაგები, რომ რელიგიური ქვია, იცით რატო? მე ღმერთი არ მინახავს, მაგრამ ჯერა მისი არსებობის, ხო? მაგრამ რწმენა სულ სხვა არის და აი ის რასაც ჩვენ ვხედავთ. ანუ ამ ადამიანების უმეტესობამ არ იცოდა რას აპროტესტებდა. ევროპა რამდენიღაც სიტყვა ჩადებული სუფთა ნეიროლინგვისტიკური პროგრამირების გზით და ეს ადამიანები ეს იგივე არის მარიონეტების იგივე არის აბსოლუტურად ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება ეს არის მძლავრესი იარაღი რომელიც პირდაპირ მე სიმართლე გითხრათ აღარ მეგონა თუ ერიქსონის ამ სისტემას გამოიყენებდნენ 21 საუკუნეში NLP ჰიპნოზის აი ესეც გამოიყენება NLP ძალიან გამოიყენება და მე ხა პროფაილინგი რატო დავინტერესდი პროფაილინგით იცით აი კოგნიტური ომები დღეს პირდაპირ ჩვენ თვალწინ მის კოგნიტური ომები რომელსაც ვუყურებ ხა ერთი საინტერესო პიროვნება არის და მან უკრაინის პოლიტექნოლოგია უკრაინაში აკვირდებოდა ამ პროცესებს თვითონაც იქ ცხოვრობდა და შემდეგ განაზოგადა ეს ყველაფერი და იცით სადრაზე მოქმედება იყო როგორი ვირუსულია ეს ზემოქმედება რამდენი პროცენტი უნდა იყოს რომ ამან იმოქმედოს საზოგადოების დიდ ნაწილზე ეს გათვალა და ხოგერად მე მიყვარს ხოლმე გამოაცხადებს დღეს მაგალითად როგორც ამინდის პროგნოზი რომ დღეს მედიაში გასული აი ამ ინფორმაციას მოყვა ეს განწყობები და ინსტრუმენტია რა, პირდაპირ ინსტრუმენტია, უხილავი ინსტრუმენტია და ეს ადამიანები იქ იყვნენ, იცით, აქ ტრიალებდნენ. კი, გამეტება მათი ძნელია, მაგრამ დღეს უსმენდი სხვათა შორის ხომანი რო გაგზავნა, იქ იმ ორი ადამიანის მინეაპოლისში იმ ორი ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით და პირდაპირ რა იყო, იცით, რომ დიახ, ყველამ უნდა იცოდესო, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაიჯება ციხით. აი დღეს უსმენდი, არ ვიცი, ხა თქვენი დროით როდის იყო. კი, ჰოლმანმა გააკეთა ეს განცხადება, რაც ნოემი ჩაანაცვლა. კი, ბატონო, დიახ. და აი იგივე კრისტი ხო, ნოემი? დიახ. მას ახლა ვნახულობდი, რომ მას თურმე ქონია ესეთი გამოსვლა, სადაც ამბობდა თავის მონადირე ძაღლი როგორ მოკლა. იცით, გეცოდინებათ ჩემზე ადრე, რომ ის აფრთხობდა აი რაღაც ფრინველს, ამიტომ ადგადა თვითონ მოკლავდა, რაში ჭირდებოდა ეს ვერავინ ვერ გაიგო ამის თქვა. მაგრამ ეტყობა პრინციპულობით, როგორც ლისტრასმა თქვა თავის დროზე, დააჭერთო ხელსო ბირთულ ღილაკსო? დიახო. დღეს ეს ლისტრასი გამოდის და უკვე ბრიტანეთში აი დემოკრატიის
სიკვდილზე ლაპარაკობს, რომ გარდაიცვალა დემოკრატია ბრიტანეთში. და თქვენ თქვენი შეკითხვა რა იყო მთავარი? დემოკრატიის პრინციპები, ხო? ჩვენი შვილები არიან, ჩვენი ის არიან. მოდით რა მაშინ დავხედოთ კალენდარს, ვნახოთ, რომ დემოკრატია გვარია. ეძებეს, უკვე აღარ არსებობს რეალურად. ეს არის მხოლოდ ჩვენი ილუზია და ხანდახან ვფიქრობ, რომ მარტო ამ საქართველოში ვაშინებთ ერთმანეთს დემოკრატიით. მართლა. თორე იგივე ბრიტანეთში ჩვეულებრივი სოციალურ ქსელში დაწერილი მოსაზრებისთვის ციხეში და ამას ამბობს ლისტრას ყოფილი პრემიერი, ხო? ჩვენ ხო არ ვიგონებთ ამას. აგერ ვუსმენეთ მაკრონის გზალავს, ნახეთ ხო, განცხადებით. კი ბატონო, ეს ყველგან არის დემოკრატიობანით ჩვენ ვაშინებთ ერთმანეთს და მოიცით რა, პოლიციელს შეეხები ციხეში უნდა წახვიდე. მეგობარი მეუბნოდა, რა იყო იმ ხალმაო, გაარტყაო პოლიციელს, იმან დედა შეაგინა, ამან გაარტყაო. ო რა კაია, მე შემაგინა მე გავარდახმებით, მაგრამ ის ხალი დასწრული ასაკის იყო და მე ის 22 წლის ბავშვები მეწოდებიან. კი, მაგრამ არა, ნახეთ როგორ ის იყო და მე ვთხარი, უგაცრავად მეთქი რა ამერიკაში პოლიციელს რომ აი ესე გაარტყა, რას გიზამს მეთქი, წარმოგიდგენიათ ხო? აუ, ეგ ქალბატონო მაია მე. არა, ამას ვერ მოასწრებ. აქ რომ მაჩერებენ ხოლმე, პროფესიული სამსახურის ხა მძღოლი ვარ. ვიღაცები მეონებიან ეგეგირე არ არის და გადამეტებულია და რა, მაგრამ საჭეს ხელს არ ვაშორებ, იმიტომ რომ ვიცი რა, რომ შეიძლება ამოიღოს და ისროლოს რა. შაგულება, ბრავა. კი, უნებრივია. ხო და, რა არის, ჩვენ გავთამაშობთ. აი ამ დემოკრატიას, ხო? დემოკრატიობანას ვთამაშობთ ჩვენ. ოღონდ ჩვენ ვიტყუებთ ამით თავს და ერთმანეთს ვატყუებთ. რატო ვთამაშობთ? აი ამ თამაშს, როცა ეს თამაში უკვე არ არის პოპულარული რა, გადავიდა. ეხლა იმით რომ კოჭებით რო ითამაშო და ახლობით ესეთი ატავიზმია მე მგონი უკვე. აი კოჭებით რო თამაშობდნენ, ხა ჩემი რუსგან გამიგია, არტოს ბახშიო, ბავშვებიო კოჭებით თამაშობდნენ. თოდა მე არ მინახავს ეს კოჭები თამაში, არ ვიცი. ჩემთვის ეს რაღაცა შორეულის არის. დამერწმუნე დემოკრატია უკვე აი რასაც ჩვენ აქ ვთამაშობთ, არა ეს არის. თორე უფლებათა დაცვითი საკითხები 95 წლიდან მე რომ ჯეროდა და 10 წლეულები ადამიანს უკვე აი მართლა, ხო გენოით იდეალისტები ვიყავით და მართლა გჯეროდა და მართლა გვინდოდა. მაგრამ მე მივიღეთ ის რაც მივიღეთ სააკაშვილის სახით. და მე მივიღეთ ის რაც მივიღეთ ევროპის სახით და ამერიკა რასაც ვხედავთ და უნდა გავიგოთ რომ ეს კოჭები თამაშივით მოძველებულია ეს დემოკრატიობანას თამაში და ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაიგოს რომ არ უნდა ეთამაშოს დემოკრატიობანა იმათ რომ აღარ თამაშობს ამას არამედ ელაპარაკოს თანამოაზრეებს მის მხარდამჭერებს და ქვეყნის შენებაზე იფიქროს არა ზურგს უკან რეფორმებზე და მე უცებ კიოსავით ხო გენოით აი მტრედი გაფრინდა უცებ ამოვიდა კიოთო ეს ვენეთ მტრედი გაფრინდა აი ხელსახუცი ამოვიღე აი ეს გავაერთიანე ეს იმას არა არის ეგრე ქვეყანა უნდა ვაშენოთ ერთად იმიტომ რომ ჩვენ ვართ მისი მხარდამჭერები და ხმის მიმცემები ხო ამ მომრჩევლები რა თქმა უნდა ამიტომ ბოდი და ბარემ ესე მცირე პასაჟ ჩავსვავ რომ სხვათა შორის აი იმ განათლების სისტემის ნაყოფია ის ბავშვები 20-22 წლის გოგოები 4 მახში რო იგინებოდნენ ეს თელმა მსოფლიომ ნახა უკვე და რაც სააკაშვილმა 12-მდე მოახერხა მე რამის 10 წელი კიდე ჩვენებმა დაუმატეს რა მე ჩვენებს ვეძახი იმიტომ რომ ხა მათი სიტუაცია არ დავჭერი ვარ ხო და ანუ ფაქტობრივად უნდა გაიზიარონ ეს პასუხისგებლობა ესე არ არის მარტო იმათი გაფუჭებული არ არის ბოლონის პროგრამა დაარქვი ამას თუ იძულება თუ ევროკავშირიდან წნეხი იყო ხო იყო ფაქტია რომ პროგრამა დღემდე აი ეხლა მე და თქვენ რაზეც საუბრობთ ეს არის ისე ბოლონის პროცესი ხო ბოლონის არ დასრულდა რა და არ ვიცი მე არა ნუ აი მე რო გითხარით ეხლა პირველ კლასის მეორე სემესტრში ინგლისური აი ეს უნდა კოლონიალურია როგორ შეიძლება რატო მახსენდება მე არ დავიწყებია სააკაშვილის დროს ფილმებს რომ უნდა გვანახებდნენ ინგლისურად და ქვევით იყო სუბტიტრები იყო ქართული ნუ აი ამაზე მეტი მაგალითად რატო არ ვახსენებთ ამას რატომ არ ვამბობთ იმიტომ რომ პირველი კლასის მეორე სემესტრში შემოგაქვს ინგლისური ბავშვებთან იმიტომ ეს დიდი განსხვავება არ არის უბრალოდ მე დიდი ვარ და ვერ მომერიე და აი ჩემ შვილიშვილს ერევი იგივე კოლონიური ინსტრუმენტი არის მეორე კლასში ინგლისური შემოტანა რა და
დახმებით. არ გამოვა ეს. არ გამოვა ესე, არ გამოვა და რა რიცით, ცუდი მოყვება ამას. მე წეღან რო თქვია, იცით რა, ამომრჩეველი ვარ ქართული ოცნების და ბევრი რაღაც მეჭირს იმ რუსული ანეკდოტის არ იყოს, Маша, ты умная женщина, придумаешь что-нибудь со помадებით რომ მოვა. კაცი რა, ეხლა მაინც ვეღარ გადაარჩინეო, ხო? ხო, აი ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ აი ეს როგორ შეიძლება ხა არის იგივე NLP-ში არის ძალიან საინტერესო რეფრეიმინგი. ვუყურებდი, მაგრამ ჩვეულებრივ გასაგები რო იყოს ამ პრიზმიდან უყურებ და პრიზმის სხვა მხრიდან შევხედო, ხო? ჩვეულებრივ. მეტა აი ამას რომელი მხრიდან უნდა შევხედო. ეხა იმ გუშინ შერწყმაზე, ხო? ვფიქრობდი, მოდი ხა აი აქედანაც შევხედავ, აქედანაც შევხედავ და მე ისევ იმ ანეკდოტის არ იყო შორიდან რომ ხედავდიო, იმეც ეგრე მეგონა ახლოს რომ რომ იმედი რომ მაინც ესე იყო რა. შევეცადე ხა ყველა მხრიდან შემოუარე გუშინ ვფიქრო ვერ ვიპოვე ის რაკურსი საიდანაც მომეწონებოდა და რა გავაკეთო. აი ეს არის და იცით რა უკრაინა რო თქვი, როდესაც ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ მარტო მშვიდობა აუცილებელია, მშვიდობა არის ნიადაგი, მიწა არის, მაგრამ იმ მშვიდობაზე ზევით ურთიერთობები უნდა იდგას პირველ რიგში. ხელისუფლების და საზოგადოების. და როცა ამ ურთიერთობაში მე ვერ მხედავ, მე პირობითად ვამბობ. ანუ საზოგადოების გარკვეულ სეგმენტს ვერ ხედავ, თქვენ ვერ ხედავ. აი რა გამოდის მაშინ? შენ სხვისი შეყვარებული ხარ. თქვენ ცეკვავთ ტანგოს, უგაცრავად. მე იმას ვეღარ ვხედავ, ის წარსულია, რა გინდა იმასთან, რატო ხარ იმასთან? შენ ესე იგი არ მოყვები სახელმწიფოს? ხელისუფლება ხარ, მაშინ და წამოყვე დროს. კალენდარში ჩაიხედე, რაღა დროს ისინია. ვის პასუხობ? ვისთან შედიხარ საერთოდ დისკუსში? ხო, ტანგო ასე ვთქვათ, ორმხრივია ხო პოლიტიკა. ვისთან ცეკვავ ტანგოს? ტრამპის საუკეთესო ფრაზაა ეს ვთქვათ. ეს აჩრდილები არიან, პოლიტიკური აჩრდილი. ისინი არიან პოლიტიკური აჩრდილები. და შენ ამჩნევ იმ პოლიტიკურ აჩრდილს და არ ამჩნევ რეალობას. ცოტა საღაზრს. ვინ შენსკენ არის? კაპიტან მაია, არ შეიძლება რომ არ ვთქვათ ორი სიტყვით მაინც დაუნდინარე იქიდან რომ თქვენ ახსენეთ სისტემის გრევა, რღვევა, ამას ფსიქოლოგიური ნაწილით უყურებ ხოლმე. მე მაგალითად ეს არის როგორ იშლებოდა ხა. მახსოვს, ესე იგი 99 წელში რომ დაუბრუნდი საბჭოთა არმიის რიგებიდან. ზუსტად იმ დღეს მოიხსნა კომენდანტის საათი, როდიონომა იმ დღეს მოხსნა. ანუ მე იმ ხელავა რომ მახსოვს საბჭოთა კავშირი ძალიან კარგად და მახსოვს ამის რღვევა. ფოტოშორის ამაზე აქ ქართველებს ვეუბნები, ბევრად ახალგაზრდები არიან ჩემი საახლო სამეგობრო ჩემთან დაკავშირებიდან. ესენი ვერ აღიქვავენ ამერიკაში ამ ყევებს, არ იციან მინესოტას, უბრალოდ იციან, მაგრამ სხვა კუთხით უყურებენ, არ იციან მამდანი რა მოვლენა ნიუ-იორკისთვის და ბევრი რამ არ იციან და ყველას ვეუბნები რომ მე მომსწრევა როგორ ერთი მძლავრი სისტემა, რომელიც იყო იდეაში უყუდავი, აი ესე თვალ და ხელშუა ტაშპანდური და სიცილკისკისი დაიშალა მეთქი და მაინც გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ მე რატოღაც ამერიკასაც მაგ ფორმებს ვხედავ მეთქი რა, აი ამ აი აქვე გავაგზავნებ თქვენ აზრს რა ბატონო, მოხარული ვიქნებ. ნახეთ, სააკაშვილის ხელისუფლება ყველაზე ძლიერი რო ეგონა თავი მაშინ დამარცხდა. 7 ნოემბერი მაშინ მოაწყო, როცა იფიქრა რომ მე ვარ და ჩემი ნაბადიო, ხო? როცა კონსტიტუციას ისე ატრიალებდა, როგორც მას უნდოდა, როცა აღარავის აზრი აღარ აინტერესებდათ და ახლა რო ვარ ძლიერი, ეხლა ვინ შემებრძოლებაო? ზუსტად იქ დამთავრდა, როცა ყველაზე ძლიერი ეგონა საკუთარი თავი. აი, რაც ძალიან ზუსტად იმას კი, აბსოლუტურად და ძალიან მოხარული ვარ, რომ აი ესე კარგად შემოხვედით საუბარში და რა მინდა ახლა ძირითადად კითხოთ. სწორედ აღნიშნეთ, რომ რაღა დრო დემოკრატია, ვაღიაროთ, რომ დემოკრატიული სისტემამ ის პერიოდი განლო და თავისი მოჭამა და ამის ნათელი მაგალითი იყო 5 დღის წინ ტრამპმა ესე თქვა, რომ მე დიქტატორიც ვარო რა, იმიტომ რომ ესეა საჭირო ქვეყნისთვისო და იმას საკითხი აქვს დათა თუთაშხია გუშინ ასე იყო საჭირო და ახლა არის საჭირო. გავსოთ იყო ბოლოთაშვილი რომ მე მგონი აღარ მახსოვს თუ აბონციციაში რეიგანს და აბონი კარგად მახსოვს ხო? ხო, რეიგანსო დაავიწყდა ძველი ქართული ანდაზაო ხო და ეტყობა ტრამპს რაც მოგივა
ხო, რაღაც ესე იყო და ტრამპს წაკითხული აქვს გუშინ ასე იყო და კი დიქტატორი საჭიროა და ვარო, ზუსტად ეს არის. და კითხვა რა შემდგომარეობს, რომ აი იმას, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ტრამპის ამ უკიდეგანო ამბიციებს, რა თქმა უნდა, ბევრი ამბობს, რომ ეს მისი ფსიქიური აშლილობის ბრალია. მე არ გამორიცხავ მას, თქვენ უკეთ ატყობთ ფსიქოლოგიით ზანდებით, მაგრამ ამის უკან დგას დიდი სისტემური მანქანა და მიდის რეფორმირება ამერიკის შეერთებული შტატების და არავინ არ იცის ხვალზე რა ფორმას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენი სადარდებელი ის არის, რაც ჩვენთან ხდება მაგ ახლოში. სამხრეთით. და ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ფაქტობრივად როგორც ამერიკაში ამბობენ, plan A ყველა მიცის, მაგრამ plan B-ზე მე მგონი არავინ არ ფიქრობს და რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ჩვენ რამე ესეთი პადრაზდაჩურო არ მოხდეთ რა ის იმას გამოვიდა. არის საკმაოდ დიდი ტკივილი ამას წინათ ღამით რატომღაც გაუშვეს 1-5 დღის წინ. ღამით რატომღაც YouTube-ში უცებ ვირუსულად გავრცელდა, რომ ირანმა დაარტყა 1-5 დღის წინ. თან სამუშაო მქონდა და ღამე მუშაობ ხოლმე და რაც შესვენების იმაში შევედი და ხედავ 1 2 3 1 5 სხვადასხვა წყარო ამბობს, რომ აი ესე 23 ზებგერითი რაკეტით დაარტყა სამხედრო ბაზებს. აი ხო განვეთ კინაღამ დავიჯერე უბრალოდ თან გაოცებული ვიყავი და თქვენ წარმოიდგინეთ უკვე აი მას ელოდი რომ აი ჩემ ცაში იქნება ხმა ანუ იმდენად ახლოს არის ეს პრობლემა ჩვენთან რომ აბსოლუტურად თელ რეგიონს საოცარი ცვლილებებით ემუქრება და იქამდე მივიდა ნახეთ რა მამშვიდებს კიდევ შედარებით რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები ნახეთ როგორი მოკავშირე ხო შეერთებული შტატების და იგივე ყატარი იგივე იცით ეს არაბული სამყარო იმდენად საღად გათვალეს მოსალოდნელი შედეგები და ის რომ მე აქ ვდგევარო და ეს მე დამაზიანებს რომ აქ უკვე ნახეთ შერწყმა რომელიც თქვა უკრაინას ჰქონდა ევროატლანტიკურ სივრცესთან რომ ჩვენ ერთნი ვართ და მე შენ გიცავ და ასე შემდეგ ერთი სხეული ვართო ნახეთ არაბებმა როგორ სწორად მოახდინეს სეპარაცია რომ კი თქვენი ინტერესია ჩვენ პარტნიორები ვართ მაგრამ თუ აქ რაღაც მოხდება ირანში რომელიც ჩვენ სულაც არ მოგწონს მაშინ ჩვენც ავირევით და აი იმდენად აღმოსავლური სიბრძნეს ხედავ ჯერჯერობით იცით რომ წარმოუდგენელი იყო მათი ასეთ თურქეთი რომელიც აი ძალიან საინტერესო თურქი პოლიტოლოგს უსმენდი და რა თქვა იცით რომ მართალია ჩვენო კონკურენტები ვართო ხა ირანი თურქეთის ურთიერთობა ვიცით მაგრამ ჩვენო ამავე დროსო გვესმისო ირანის დამაბალანსებელი როლიო თუნდაც ქურთების საკითხი ხო თურქეთში ირანში და ერაყში და ის საფრთხე აი აქ ეს რომ მოხდეს თუნდაც ეს ძალა რომ გამოთავისუფლდეს არა ქურთების სახით ეს ყველასთვის რამდენი ქვეყნისთვის იქნება საფრთხე სხვას რომ თავი დავარნებოთ და აქ ირევა იცით აი ირევა ყველაფერი მთელი რეგიონი ირევა და ირევა არა მარტო ადგილობრივად თქვათ ეს რეგიონი ჩვენი არამედ უკვე ჩინეთ ინდოეთი აი იმ ეკონომიკურად უკვე იმათაც აწევს ეს ყველაფერი ანუ მთლიანად ხო გერნევით ახლო აღმოსავლეთიდან მთლიანად ირევა ჩვენი ჩათვლით და ძალიან ცუდი სცენარია და აქედან გამომდინარე ხო გერნევით იმდენი აღმოსავლელი ჩაერია თავისი აღმოსავლური სიბრძნით და ვთქვათ რომ ევრობიუროკრატიისგან განსხვავებით და აი ევროს ლიდერებისგან განსხვავებით როგორც გოგა ამბობს ხაინდრავა ევროს კავშირი ხო ევროს ლიდერებისგან განსხვავებით იცით ამათ სიბრძნე ხო ხედავთ რამ ხელა სიბრძნე აღმოჩნდა და იყო ეს და ეს მართლა უძველესი ცივილიზაცია აი აქა ჩვენა იცით და იქნებ როგორმე იმეც შანსი რჩება ხო კიდე რომ ისე არ მოხდეს ალბათ რჩება უბრალოდ გეოგრაფია მაფიქრებინებს რომ თან რამდენადაც ვიცი შატდაუნის დღევანდელი დღე სახელდებოდა ხო ეხლა ორშაბათს 2 თებერვალია და დიდი ალბათობით შატდაუნზე გავალთ ისევ აი ამ შემთხვევაში ნახეთ როგორ ის არის
თუ ეს მოხდა, აი მაშინ აუცილებლად დაჭირდება ეს ომი. თუ ეს არ მოხდა და თუ ამას გადარჩა, მაშინ ჩვენი რეგიონი როგორღაც ომის გარეშე გავა, მაგრამ თუ ეს ომი დაიწყო, დარწმუნებული ვარ, იცით, ახლა საფონდო ბირჟებზე ვუსმენ, მე ხა დეტალებში ვერ შევალ და არ მესმის ამდენია ეს არის ფიქრობთ, რომ მე ამდენად არა. უბრალოდ ვუსმენდი მცოდნე ადამიანები რას ამბობდნენ საფონდო ბირჟებზე, რომ იქ არის ძალიან სერიოზული ცვლილებები, ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის არაბული ქვეყნები, დოლარს ცილებენ და ოქროთი ანაცვლებენ, ძალიან ბევრი. იგივე კრიპტოვალუტას ოქროთი ანაცვლებენ და როცა ამას ხედავ, როცა ეს სურათი დატრიალდება, უკვე მეც მესმის ეს, რომ ეს ცუდის მოლოდინისთვის არის მზადება, ხო? აი ესე რომ ჩემი აზრით აი ამ შატდაუნზე არის ჩემი აზრით დამოკიდებული ეს ყველაფერი და აი მაკონტინენტიდან ეხა რას გაგვიმზადებთ? თქვენ სინდისზე იყოს. ვეცდებით რომ კეთრი მოძრაობა არ მოახდინოს. კეთრი მოძრაობების გარეშე და ფანატიზმის გარეშე იქნებ როგორმე აგვაცილოთ. არა, არა, რას გვიქადის, არ ვიცი, თუ ეხლა თბილისში ძალიან სოციალურ ქსელებში გავრცელდა ეს ამერიკული თვითმფრინავი ალბათ ნახეთ, რომელიც აეროპორტში დაჯდა. ხა დღეს ვკითხულობდი, რომ 16 საათზე, გუშინ 16 საათზე ორი ესეთი სამხედრო მზვერავი თვითმფრინავი შავ ზღვაზე დაფრინავდა, ერთი ამერიკული, ერთი ბრიტანული, მითითებულია პირდაპირ მათი ის და იცით აქ ალბათ ეს ყველაფერი თუ ეს არ არის უბრალოდ რიგითი რაღაც და არ მინდა ვიყო გადაჭარბება გავაკეთო, ყოველ შემთხვევაში ის რომ საქართველოში რაღაც პატარა ერთი მაგიდა მაინც შემადგენლობინეო რა, რაღაცას რომ მოითხოვს სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ამერიკაში არ გვიშვებს. ფაქტია, ის მოითხოვს, იმიტომ რომ სამხრეთი სიყვარული შვევია. აბა, ეგრეა. და მეგობრობა და აი მე მინდა ხელისუფლებამ ძალიან მკაფიოდ გაითავისოს, რომ აქ ორ სკამზე დაჯდომა და სამ სკამზე და აი ესეთი პოლიტიკის წარმოება ერდოღანს გამოსდის, დღესაც გამოსდის. მაგრამ აი ამაში ერდოღანს ნურავინურ შეედრება და ნუ წაეთამაშება 2 და 3 სკამს, იმიტომ რომ ქვეყანა დაიღუპება და როგორ ქალბატონო მაია, რომ თურქეთის რესურსი ორ ზღვას შორის გადაჭიმული ამ ხელა სახელმწიფო. არა, მას აქვს ეს საოცარი უნარი აქვს, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმ ხელები, რომ ასეთი ანგარიში გასაწევი ვიყოთ და ნაცარქექიას ეშმაკობა აქ არ გაჭრის რა, აქ ბევრად უფრო დიდი ტვინები არიან, თქვენ ბრძანეთ ტრამპის ფსიქოტიპზე კი, ნარცისიაო, გავს ნამდვილად ფსიქოტიპი, ნარცისი, არის ფსიქოტიპი ნარცისი, არის მას მოსწონს რომ მას ასევე თავისი დამოკიდებულება აქვს. ჰენრი კისინჯერის წავიკითხე წინა პრეზიდენტობის დროსო ამბობდაო ჰენრი კისინჯერიო რომ მართალია ის არ ბრწყინავს როგორც პოლიტიკოსიო ტრამპზე, მაგრამ მას ესმის ძალის ენაო და ეს მთავარი იქნებაო და ზუსტად ეს არის, ნახეთ, ზუსტად ეს არის. ძალის ენა მისთვის არის ძალიან საინტერესოდ მოვისმინეთ, ჩემი არ არის, რა თქმა უნდა, ეს გამონათქვა, მაგრამ ძალიან მომეწონა. დღეს აი ეს ძალის სამართალი დადგა, დღეს დემოკრატია მოგვიკვდა. სამწუხარო ჯერ არ დავიტირეთ, არ ვიმჩნევთ, მაგრამ წესით უნდა იყოს დატირებაც. მაგრამ ნახეთ, ამ ძალის სამართლის სამყაროში ჯერჯერობით, მაინც გარდამავალი მგონია ეს ეტაპი, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. აი ამ გარდამავალ ეტაპზე, როცა არის ძალის სამართალი, აი ამ სიტუაციაში მომეწონა ის გამოთქმა, რომ ან ხარ საკვები, ან ხარ მტერი, ან კონკურენტი. ნახეთ, პარტნიორი მეგობარი ეს არ არსებობს და გადასწარევი კლასიფიკაცია არის. ეს ძალიან მომეწონა. ან საკვები ხარ, ან კონკურენტი, ან მტერი. აი თუ გინახავთ რაიმე სხვა, არა? ამოღებულია პოლიტიკური და ჩვენც აი ამ კატეგორიებში უნდა გავიაზროთ, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე სანამ დაალაგდება, ან შუბებით ვირბენთ და ძლიერი შეჭამს
გემრიელ შეჭამენ ან რაღაც სანამ დაალაგდება საერთაშორისო სამართალი იქნება, მშვიდობის საბჭო იქნება, გაერო იქნება, ბრიქსი იქნება, რა იქნება. აი მანამდე როგორმე უნდა გავიაზროთ ეს, რომ საკვებად არ ვიქცეთ რა. ხაბატონო მაია, ისრაელზე მინდა კითხოთ და მტერი ვერავისი ვერ ვიქნებით, ხო? აი ზუსტად. და ისრაელზე მინდა კითხოთ ბოლოს, მაგრამ სანამ ისრაელზე გადავალთ და მაგით დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი საუბარი. კიდევ ესეთი ნიშანდობლივი რამ მოხდა ამ 2 დღის წინ, რომ პუტინმა მიიღო 2 დღის წინ სირიის პრეზიდენტი და დარწმუნებული ვარ ამ თემებზე იყო საუბარი. გუშინ იყო საემიროების პრეზიდენტი, აი ჩვენ როგორ ახლა შეხვდა. და პარალელურად ჰოლოკოსტთან დაკავშირებული დღე იყო და მიიღო 2 უდიდესი იერარქიის რაბინი რუსეთის და მე იმედი მაქვს, რომ ესეც სამხრივად ირანის საკითხი არ გადაწყდება. თუ რაღაც მოხდება, ალბათ შეთანხმების საფუძველი იქნება და ზუსტად ეს შეთანხმების საფუძველი მაძლევს იმის სიმშვიდის გრძნობას, რომ ახან შეთანხმებაზეა საუბარი, ესე იგი აღარ გავარდება მოკლედ. ამის თქმა მინდოდა. მოდით აი იმ ბადეში ჩავსვათ აი ხა რაც თქვის საკვები. აი ესეთი ბადე გავაკეთოთ საკვები. კონკურენტი და მტერი. ეხლა თქვენ რაც ბრძანეთ ამ ჩასული ქვეყნებიდან რომელი შეიძლება იყოს მტერი? არც ერთი. მაპატიეთ ვისთვის? რომელიმესთვის? ნებისმიერ უნდა ხა ძლიერი ქვეყნებისთვის, ხო? მტერი. სირია ნაკლებად ეხა, იმიტომ რომ რეალურად სახელმწიფო არა. ნაკლებად არა, კონკურენტიც არ არის. არც ხო. ანუ მას აქვს შანსი გახდეს საკვები. უეჭველი. დიდი ალბათობით. თქვათ რა ეს საემიროები თავის პრესიკინოლი კი რო იყო, აი ესეთი თამაშივით გავაკეთეთ. კი ბატონო, გეთახვები და მოყვები. საემიროები. საკვებია ყველა საუკეთესო ძალიან გემრიელი. ლუკმარი, ხო? იმიტომ რომ არაბები არასდროს არ იომებენ, ეგ დავიწყოთ ყვილია, იმიტომ რომ ეგ ხელოვნური სახელმწიფოებია, იცით ახლა ჩემზე კარგი არაბეთი. ამიტომ ესენიც არ იომებენ. ამიტომ დავსვით აქაც ნოლიკი. კი ბატონო. კონკურენტი კი ბატონო, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის და ჩინეთის კონკურენტი ვერ იქნებიან არაბები, ხო მართალია? ხო, ვერანაირად. მიუხედავად ნავთობისა. მიუხედავად ამისა, ამიტომ ნავთობი რომ აქვთ, ამიტომ არიან კარგი საკვები, გემრიელი საკვები. ამ დიდებისთვის. ხო და ეხა ისრაელიც დაახლოებით იგივე არის. ოღონდ საკვებიც არ არის, ნახეთ. აი ისრაელი რა მოვლენა. ის როგორი განსამჩება, ზაზასთან ვამბობდი რა, რომ ტორა და ტალმუდით გამოდიან დიდ აუდიტორიაზე და ამით უნდათ გადაეჩინონ. ახლა ამაში ცუდი არაფერი არ არის, ახლა ჩვენ ვიცით რწმენა ხშირ შემთხვევაში გადამჩენი ერთადერთი ფაქტორი ხდება ხოლმე, მაგრამ აი თითქოს რაც უფრო დრო გადის, თითქოს წაგებულ თამაშს თამაშობენ და აი ფსიქოლოგიურად მითხარით, ახსენით რა არის ეს ისრაელი თანამედროვე ისე რა მოვლენაა საერთოდ? რა არის ეს არის ჩვეულებრივ ხელოვნურად შექმნილი კუნძული, ხო, რომელშიც ჩადებულია, იცით, აი მოდით თქვათ, სხვადასხვა ძალიან დიდი ადამიანები რომელიმე ხოლმე და თვითონ ერგს რო ჩაარჭობენ, ხო იცით? კი. დაახლოებით ესენი. ოღონდ ისინი წავიდნენ ისინი ჰოლანდიაში იყვნენ ერთი პერიოდით, ჰოლანდია აყვავეს. მერე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. ეხლა თითქოს ტრამპს დაეჯახენ, თუ ტრამპი დაეჯახა, თუ ზაზას რო გითხო, არავინ არ დაჯახებია. აი ეს არის ისრაელი. ისრაელი, ნახეთ, აი იმ რწმენით, ეს არის ფესვები. იმ ადამიანების, ვისაც ძალიან დიდი გავლენები აქვს. თვითონ ისრაელი ამ შემთხვევაში არც საკვებია, იმიტომ რომ არავის ჯოსი არ იყოს, არავინ არ მისდევსო, ხო? არავის საკვები არ არის რეალურად. არც კონკურენტი არ არის, რომ დაუკვირდეთ, არავის კონკურენტი ვერ არის კონკურენტი, ხო? რა რესურსები, რა, ინტელექტუალური რესურსი გასაგებია, მაგრამ ყველაზე დიდი რითიც აი ეს კუპოლი იყო და ნახეთ რომ ბლეფი ყოფილა. ისიც არ აღმოჩნდა, ხო? არ აღმოჩნდა. ის გუმბათიც მითიური აღმოჩნდა. ხო, ძვირი მედიცინა, რომლის მიღწევებიც თუ ისეთივე გუმბათივით ის არის უძვირესია და ხელმეუწვდომელია, ხო? მტერი კიდე, პალესტინელების მტერია, მაგრამ ეს ძალიან ლოკალური არის რა, ეს რაღაც სოფლიო გიგანტების ბრძოლის დონეზე, ეს ორი სოფლის გადაკიდებას გავს მეტი არაფერი რა, მასშტაბით.
მაგრამ აქ არის რა იცით, აი ზუსტად ეს არის მისი განსაკუთრებული მდგომარეობა არის ის, როგორც ბრიტანეთისაც, რომ აქ არის ის ფესვები, რომლიდან წამოსულებიც მართავენ დღეს აი ამ ყველაფერს. აი ეს არის. და ალბათ მისი პერსპექტივა მაინც იქნება შენარჩუნება და მათი რელიგია იმდენად ძლიერია და თან თავისი აქცენტირებებით მე ხამ სიღრმეებში არ შევალ, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვარ მე ამაში. ვთქვათ, ამაში თუ არის კომპეტენტური ძალიან, მე იქ არ შევალ, მე მოყვარულის დონეზე ვიტყვი, მხოლოდ მიხვედრების დონეზე, იცით? იმდენად ძლიერია და იმდენად ბევრი იზიარებს რომ არ გამოვრიცხავ ერთ დღეს დადგეს ის მომენტი, რომ მივხვდეთ რატო დაიფიცა ბიბლიაზე ზელენსკიმ, რა დაიფიცა ბიბლიაზე ზელენსკიმ და რით დაემუქრა ბიბლიას ხელის დადებით ზელენსკი. აი თუ იქ ჩასახლდება გარკვეული და თუ აი ეს ყველაფერი, აი ეს ვიზიტები, პუტინთან შეხვედრები, ჯერ ევროპელებს უნდათ შეხვედრები, მაგრამ ხედავთ ვინ ასწრებს და თუ აქ მორიგება წავიდა იმის, რომ ყოფილი უკრაინის გარკვეულ ტერიტორიაზე, როგორც სუმის ოლქში იყო ებრაელების ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო, სანამ ზელენსკი არ გადაამლაშა. მართლა სუმის ოლქი ხელშეუხებელი იყო, დიდხანს რჩებოდა, ხო? აი მე მგონი პერსპექტივა ალბათ ეს იქნება და მithumedes რაბინებთან შეხვედრა ეს ყველაფერი და ჩვენ ახლა აი ეს რო განვიხილოთ, არა, ჩვენ ყველა ვარიანტი საკვები ვართ, ოღონდ საკვები როგორ იცით? ის ნაკლებად კალორიული. არა, თხილეულობა და კიშმიშის მიქსი რომ არის, რომ მიაყოლებ ხო იცით? ან სანამ ესეთ სტილში ღმერთო რომ რაზე ვიცინით, მაგრამ ხო, არა, ხო, მაგრამ ამ ეს რაღაცა თანამედროვე სამყარო ხო გროტესკის ფორმას იღებს და ანუ და იქნება, აი ხო გენოით, იქნება ზუსტად აი ამ შეხვედრებით, მეც რო უყურებ ამ შეხვედრებს, ცოტა იმედი მეძლევა, რომ აქ ჭკვიანი ხალხი საუბრობს და იქნებ სწორად მორიგდნენ ერთმანეთში და ჩვენ როგორმე დავავიწყდეთ რა აი ამ ყველაფერში და არ შევეტენოთ სადმე ჩვენი ნებით და მაზოხისტური ვეღაცის მაზოხიზმის გამო. ხაბატონო მაია, უდიდესი მადლობა ამ საუბრისთვის. აი უდიდესი მადლობა. მადლობა მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება გიცნობთ. მადლობა. დიდი მადლობა რომ დამთავრდით ამ საუბარზე და დიდი მადლობა რომ ესეთი კარგი ღრმა ანალიტიკური საუბარი გამოგვივიდა. და მე მხოლოდ დროებით გემშვიდობებით ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევხვდებით ხოლმე, იმიტომ რომ სიტუაცია ძალიან ცვალებადია და საინტერესო თემების განხილვა ალბათ აქტუალური იქნება მთელი 26 წელი. და თქვენ გამოდიოდა მე მოხარული ვიქნები თუ თქვენ კვლავ მესტუმრებით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მეც მომეცით 1 წუთი კომპლიმენტების. კი ბატონო, აბსოლუტურად. პირველი რაც აი ძალიან გმაყოფილი ვარ მართლა დღევანდელი ჩვენი აი ამ საუბრით. მართლა მე და ისეთი თუნდაც აი ეს ბოლოს რაც გავაკეთეთ, არა ეს არის ეს გონების სავარჯიშოები არის და უბრალოდ ძალიან სახალისო და საინტერესო იყო, იმიტომ რომ ჩემთვისაც ეს ბადე ძალიან საინტერესო იყო და მართლა მე ის რაც საოცრად ადვილია თქვენთან ურთიერთობა ეს არის რომ თქვენ გვაქვთ ის დიქცია რომელიც ძალიან იშვიათია და ძალიან ნუ ჩემთვის ახლობელია იმიტომ რომ არ არის აქ იცით რაღაც არც ერთი კუთხური ინტონაცია შტრიხი აქცენტი არ არის ძალიან ისეთი კარგი ქართული და ლეების და აი რაღაცა ამ ყველაფრის გარეშე იმდენად სუფთა არის რომ აი სიამოვნებით გისმენთ რა და არ ვიტანჯები ხანდახან რომ უცებ რო ჩაკრავს ხოლმე და ნუ რო იძულებული ხარ გაჩუმდე და მოითმინო და ეს სიამოვნება არის თქვენი საუბარი არის ძალიან ისეთი მოდი თქვა პირდაპირ თბილისური თუ მეგრული დამაყობენ რომ მე კარგი მეგრული ვიციო, კარგი აფხაზური ვიციო, კარგი რუსული ვიციო თქვათ რა თბილისური გარკვეული აი ეს ჩემთვის ძალიან დიდი ძალიან საინტერესო იყო და სასიამოვნოა თავისთავად და მე კიდე ის თემები რომელს იმ სიღრმეები რომელშიც თქვენ მიდიხართ ხოლმე თქვენ რესპონდენტებთან მართლა ძალიან საინტერესო მოსასმენია და საყურებელი ძალიან დიდი მადლობა თქვენგან კომპლიმენტი 10 ჯერ უფრო ძვირფასია მიღებულია ძალიან დიდი მადლობა ხალბატონო მაია მადლობა მოკლედ და თქვენს ნებართვით მაყურებელს მიმართვა მე ამას ხშირად არ ვამბობ არ მიყვარს ზედმეტი ჰაიპი და თუ ვინმეს მოგეწონათ ეს ვიდეო და მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ მithumedes ჩვენ საქართველოს განათლების სისტემაზეა საუბარი
ძალიან გთხოვთ გააზიარეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ. ქალბატონო მაია, თქვენ კიდე გემშვიდობებით, მხოლოდ დროებით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ საინტერესო საუბრისთვის და როგორც იტყვიან, საუკეთესო სურვილებით. მადლობთ, ასევე წარმატებები და კარგ საქმეს აკეთებთ და წარმატებებს გისურვებთ. ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომელსაც აი ამ სიშორიდან აკეთებთ თქვენ. დიდი მადლობა. კარგად